მოგესალმებით. ვიწყებთ განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის მორიგის ხდომას. კოლეგებმა მომწერეს გზაში არიან და შემოგვიერთდებიან. სხვადასხვა კომიტეტები მიმდინარეობს პარალელურად, მაგრამ კვორუმი გვაქვს და შესაბამისად დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი მეცნიერების ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განვითარების შესახებ 2024 წლის განხორციელებული საქმიანობის ანგარიში და ინფორმაცია 25 წლის სამოქმედო გეგმის შესახებ. მინდა წარმოგიდგინოთ დასამტკიცებლად, ვინ არის მომხრე, რომ ამ დღის წესრიგით ვიმუშაოთ დღეს. ბატონო, დიდი მადლობა. სანამ დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხზე გადავიდოდეთ, მინდა ორიოდე სიტყვით შევეხო. გასულ კვირას კომიტეტის დელეგაცია ოფიციალურ ვიზიტით ვიმყოფებოდით უნგრეთში. ბატონი გიორგი და ბატონი პაატა იყვნენ დელეგაციაში, ასევე ჩვენი აპარატის უფროსი ბატონი დავითი. ჩვენ შეხვედრები გვქონდა როგორც პარლამენტში, ასევე სამინისტროში, ასევე გვქონდა სხვადასხვა ასე ვთქვათ, think tank ორგანიზაციებთან შეხვედრა და ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო, რომ გვაქვს ძალიან ბევრი მიმართულებით საერთო ხედვა, განსაკუთრებით ახალგაზრდობის სფეროში, სადაც დავიწყეთ საუბარი ახალგაზრდების გაცვლით პროგრამებზე და შესაბამისად ამ კუთხით ჩვენ გვაქვს მათი მხრიდან წინადადება, რომ წელსვე უკვე შესაძლებელი იქნება გარკვეული რაოდენობის ახალგაზრდების გაცვლით პროგრამაში ჩართულობა. ასევე ჩვენი თხოვნა იყო, რომ მაქსიმალურად მხარდაჭერა იყოს ახალგაზრდული სააგენტოსი, როგორც უნგრეთის შესაბამისი უწყებების კონტექსტში და მათ ვთხოვეთ, რომ დაორგანიზება გაუკეთონ ახალგაზრდული სააგენტოს სასწავლო ვიზიტს, ოფიციალურ სასწავლო ვიზიტს უნგრეთში, სადაც შეხვედრები ექნებათ სხვადასხვა როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელი რგოლის ხელისუფლებასთან და ასევე ადგილობრივ ხელისუფლებასთან და ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან. ასევე ჩვენ გვქონდა შეხვედრა ევროპის საბჭოს ახალგაზრდულ ცენტრში, სადაც ასევე ვთხოვეთ, რომ ყველა აქტივობაში ახალგაზრდული სააგენტოს წარმომადგენლები იყვნენ მაქსიმალურად ჩართული და სულ მცირე კვოტით ერთი ადგილი მაინც იყოს მათთვის განსაზღვრული. ასევე გვქონდა ორმაგი დიპლომების აღიარების კუთხით, უნივერსიტეტების თანამშრომლობის კუთხით კონკრეტულ ნაბიჯების გადადგმაზე, ისევე როგორც სხვადასხვა ფონდებში სამეცნიერო წრეების მიერ ერთობლივი განაცხადების შეტანაზე, რაზეც არის ძალიან დიდი მხარდაჭერა, რაც მთავარია. ჩვენ შევთანხმდით, რომ ნოემბერში უნგრეთის შესაბამისი კომიტეტი გვესტუმრება ოფიციალური ვიზიტით საქართველოში და ეს ვიზიტები იქნება ყოველწლიური, ანუ წელიწადში ერთხელ მაინც კომიტეტები ჩაატარებენ ერთობლივ სხდომას, რომელზეც განხილული იქნება საქართველოსა და უნგრეთს შორის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სფეროში გაფორმებული შეთანხმებების შესრულება და იქნება საუბარი თუ როგორ ხორციელდება ეს. ამიტომ ნოემბერში ჩვენ გვექნება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საკითხთა სამინისტროს ანგარიშის მოსმენა ერთობლივ სხდომაზე, ხოლო 2026 წელს საქართველოს პარლამენტის კომიტეტი გაემგზავრება უნგრეთში, სადაც ჩატარდება ერთობლივი სხდომა, სადაც უკვე უნგრეთის შესაბამისი სამინისტრო წარმოადგენს ანგარიშს ამ ასე ვთქვათ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით და დამატებითი რეკომენდაციებიც იქნება წარმოდგენილი და მსჯელობა იქნება იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება კიდევ უფრო გავაფართოვოთ თანამშრომლობის დიაპაზონი და ორმხრივად სასარგებლო გავხადოთ ეს ხელშეკრულება. კიდევ ერთხელ მინდა დიდი მადლობა დელეგაციის წევრებს უთხრა, საკმაოდ ნაყოფიერი ორი სრული დღე გამოვიდა. ახლა კი გადავიდეთ დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხზე. პირველ რიგში მე მინდა ბატონი ირაკლი ნადარეიშვილს დიდი მადლობა გადაუხადო, როდესაც ჩვენ შევეხმიანეთ მას პირადად ამ ინიციატივით, რომ ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განვითარების შესახებ ინფორმაცია მოგვესმინა ახალგაზრდების ჭრილში და ვიცით, რომ სტარტაპების ბევრ ნაწილში სწორედ ახალგაზრდები არიან ჩართული და მონაწილეობენ. მისი მხრიდან ძალიან პოზიტიურად იყო ეს აღქმული, მისი დღეს აქ ყოფნაც და სააგენტოს ხელმძღვანელობის და წარმომადგენლების ყოფნაც მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია. როგორც ვფიქრობ, რომ როგორც კომიტეტისთვის მნიშვნელოვანი არის, რომ უფრო დეტალურად ვიცოდეთ ახალგაზრდების ჭრილში რა ნაბიჯები იდგმება, რა კეთდება და რა პერსპექტივები არსებობს.
ასევე ეს არის კარგი პლატფორმა იმისთვის, რომ ის მართლაც მე ვიცი ძალიან დიდი საქმიანობა, რომელსაც თქვენ ამ მიმართულებით ეწევით და მხოლოდ მადლობის თქმა შეგვიძლია და შექება შეგვიძლია, იმიტომ რომ ძალიან ბევრი საქმე გაკეთდა ამ კუთხით, უფრო მეტი ადამიანისთვის ცნობადი გახდეს, უფრო ასე ვთქვათ, ეს ინფორმაციის გაზიარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია და აქ ხედავთ, რომ წარმოდგენილი არის ახალგაზრდების მიერ სწორედ აი ამ დაფინანსების საფუძველზე შექმნილი რამდენიმე პროექტი, რომელსაც ალბათ პრეზენტაციის დროს გვექნება ჩვენ შესაძლებლობა, რომ გავეცნოთ. ამიტომ დიდ მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის. ბატონი ირაკლისთან ერთად ბატონი ავთოიმყოფება აქ და მისი გუნდი. ძალიან მისასალმებელია, რომ ბატონი ვატოც აქ არის და ახალგაზრდობის სააგენტო ჩვენ ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ ისიც ასე ვთქვათ, ინფორმირებული ყოფილიყო და უფრო მეტი ასე ვთქვათ, ინფორმაციის გაცვლა ყოფილიყო. ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ ეტაპისთვის ვინც კი ასე ვთქვათ, აი ამ კონკრეტული მიმართულებაზე შეიძლება იყოს კომპეტენტური, ყველა ეს ადამიანი აქ ბრძანდებით წარმოდგენილი და დიდი მადლობა ამისთვის და რა თქმა უნდა, ამ პროექტების განმახორციელებელ გუნდებს დიდ მადლობას მოგახსენებთ. და მომავალ წარმატებებს გისურვებთ. ეხლა ბევრი რო არ გამიგზელდეს ისედაც ბევრი ვისაუბრე. მინდა გთხოვოთ მე მგონი ბატონი ირაკლი დაიწყებს და შემდგომში როგორც გადაწყვეტ დაახლოებით ჩვენ შეგვიძლია გქონდეს 30 წუთიანი პრეზენტაცია და შემდეგ აი უკვე კითხვა-პასუხის რეჟიმზე გადავალთ. დიდი მადლობა. დიდი მადლობა, მოგესალმებით ბატონო თავმჯდომარე, მივესალმები პარლამენტის წევრებს და აპარატის თანამშრომლებს. მეც მინდა მადლიერება გამოვხატო დღევანდელი შეხვედრისთვის და იმ შესაძლებლობისთვის, რომელიც გვეძლევა, რომ მონაწილეობა მივიღოთ კომიტეტის მუშაობაში და წარმოვადგინოთ ძალიან საინტერესო მიმართულება, რომელიც ნამდვილად არის ჩვენი ქვეყნის, საქართველოს მთავრობის, პარლამენტის ვიტყოდი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი, ეს არის ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარების მიმართულება, რომელსაც დაახლოებით 10 წლის წინ ჩაეყარა საფუძველი აბსოლუტურად ნულიდან და როგორც მოგეხსენებათ, ძირითადი ამოცანა არის ინოვაციური სტარტაპ ეკოსისტემის განვითარება, რაც არის ნამდვილად ფუნდამენტური საკითხი იმისათვის, რომ შევქმნათ ის ცოდნაზე და განვითარებაზე დაფუძნებული ეკონომიკური მიმართულება, რომელიც ნამდვილად შექმნის საქართველოს შემთხვევაში კონკურენტულ უპირატესობას. ნამდვილად წარმატებულია ეს მიმართულება და მინდა გამოვხატო მადლიერება ასევე იმ თანამშრომლობისთვის, რომელიც ამ მიმართულების ფარგლებში ჩვენ გაგვაჩნია მთლიანად საქართველოს პარლამენტთან და უშუალოდ განათლებისა და მეცნიერების კომიტეტთან წლების განმავლობაში და კიდევ ერთხელ მადლობა, რომ ეს ტრადიცია გრძელდება და ეს დაინტერესება და ჩართულობა არის. მე არ მოგაწყენთ თავს დეტალებით, პრეზენტაცია გვაქვს სპეციალურად მომზადებული დღევანდელი დღისთვის, სადაც ვეცდებით მთლიანობაში დაგანახოთ ის ეკოსისტემა, რომელიც შევქმნით, როგორ გამოიყურება ის, როგორ ვაფასებთ მის წარმატებას და მის შესაძლებლობებს, რა გვაქვს დაგეგმილი და რა თქმა უნდა, დღევანდელი კომიტეტის ინტერესებიდან გამომდინარე, როგორ იკვეთება ეს ახალგაზრდობასთან და რა პრიორიტეტები გვაქვს უშუალოდ ახალგაზრდობასთან დაკავშირებული. გარდა ჯიტას მენეჯმენტის და თანამშრომლების, რომლებიც დღეს არიან წარმოდგენილები, ჩავთვალეთ მიზანშეწონილად, რომ წარმოგედგინა რამოდენიმე წარმატებული, ასე ვთქვათ, პროექტი ჯიტას ფარგლებში. ჯიტას წარმატება არის წარმატებული სტარტაპი, როგორც მოგეხსენებათ. და მაგ არის ორი სტარტაპი წარმოდგენილი, თორნიკე წარმოადგენს სტარტაპს, რომელიც განათლების მიმართულებით მუშაობს, წარმატებულია და მოგეხსენებათ სტარტაპის წარმატება ნიშნავს მის გლობალურობას და საერთაშორისო, ასე ვთქვათ, ასპარეზზე მოღვაწეობას და ნამდვილად ეს სიტუაცია გვაქვს თორნიკე სტარტაპთან მიმართებით. და მეორე სტარტაპი ეს არის ეგრეთ წოდებული hardware-ზე დაფუძნებული, რომელიც STEM-ის სწავლების სხვადასხვა ძალიან საინტერესო, ასე ვთქვათ, პროდუქციას აწარმოებს აბსოლუტურად თავიდან ბოლომდე, როგორც დიზაინი, ასევე თითოეული დეტალი და კომპონენტი, რომელიც აქ არის საქართველოში წარმოებული. ესეც საერთაშორისო მასშტაბის სტარტაპია უკვე, რომელსაც ძალიან საინტერესო კონტრაქტები აქვს სხვადასხვა ქვეყანაში და ვიფიქრეთ, რომ საინტერესო იქნებოდა მათი მოსმენაც კომიტეტისთვის. მათ შორის იმ თვალსაზრისით, რა გამოწვევები არის, რა საჭიროებები დგას მათ წინაშე და სხვა სტარტაპების, როგორც მოგეხსენებათ, ჯიტას საქმიანობა არის
ძალიან დიდწილად ასევე დაკავშირებული უნარების განვითარებასთან, უშუალოდ განათლების მთელი რიგი პროგრამები, რომელიც ტექნოლოგიებს და ძირითადად IT მიმართულებით ხორციელდება წლების განმავლობაში ჩვენ ძალიან აქტიურად ვახორციელებთ მთელ რიგ პროგრამებს. ამიტომ ასევე ვთხოვეთ ორ ახალგაზრდა წარმატებულ ახალგაზრდას ყვარლის რაიონიდან, ახმეტის რაიონიდან, რომლებმაც წარმატებით გაიარეს ერთ-ერთი IT გადამზადების პროგრამა და მოგვიყვებიან რა საქმიანობენ დღეს და რამდენად იყო ეს მათთვის საინტერესო. აქ შევჩერდები, დიდი მადლობა კიდევ ერთხელ დაინტერესებისთვის და ავთოს გადავცემ სიტყვას პრეზენტაციისთვის. დიდი მადლობა ბატონო ირაკლი, მოგესალმებით პატივცემულო პარლამენტის წევრებო. ჩვენთვის რა თქმა უნდა დიდი პატივია ვიყოთ დღეს აქ და წარმოგიდგინოთ ის შედეგები, რომელიც წლების განმავლობაში საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ მიაღწია და წლების განმავლობაში ძალიან ბევრჯერ კარგი თანამშრომლობა საქართველოს პარლამენტთან მეც მინდა ცალსახად გამოვყო და დარწმუნებული ვარ ამ მიმართულებით კიდევ უფრო მეტი წარმატებები და თანამშრომლობა იქნება წინ. გადავალ პრეზენტაციაზე ძირითადად მინდა აღვნიშნო, რომ სამი მთავარი მიმართულებით არის რა თქმა უნდა ჩვენი ამოცანა. პირველი ეს არის, რომ ტექნოლოგიური საზოგადოება საქართველოში განვითარდეს, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს ესმოდეს, როგორ შეიძლება ამ ეკოსისტემის ნაწილი იყოს და ბევრი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები გვაქვს ამ მიმართულებით მთელი საქართველოს მასშტაბით, რომელსაც ოდნავ მოგვიანებით უშუალოდ გაგაცნობთ. მეორე დიდი მიმართულება ესაა თვითონ სტარტაპ ეკოსისტემის შექმნა. სტარტაპი ეს არის ინოვაციური ბიზნესი, რომელიც მასშტაბირება და გლობალური დონის პროექტებს ქმნის და ამ მიმართულებითაც მნიშვნელოვანი როგორც დაფინანსების ინსტრუმენტები გვაქვს, ისე საგადასახადო მიმართულებით და ბევრი ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტები იმისთვის, რომ აქსელერატორები და ასე შემდეგ, რომ სტარტაპების განვითარება უზრუნველყოთ. და მესამე რა თქმა უნდა ეს არის უკვე სამეცნიერო მიმართულება, კვლევებისა და განვითარება, იმისთვის რომ პირველ რიგში ინოვაციები და ტექნოლოგიები ეკონომიკის ყველა სექტორში აისახოს და მეორე მხრივ ზოგადად ამ მიმართულებით ჩვენ ტექნოლოგიური განვითარება უზრუნველყოთ და არა მარტო ვიყოთ ტექნოლოგიური განვითარების გამომყენებლები, არამედ ჩვენ თვითონ შევქმნათ მნიშვნელოვანი ტექნოლოგიები, რომელიც შეიძლება გლობალურ ბაზარისთვისაც იყოს საინტერესო. პირველ რიგში დავიწყებთ რეგიონალური ეკოსისტემით, იმიტომ რომ ჩვენი დღევანდელი პრეზენტაცია ძირითადად ახალგაზრდობის მიმართულებით არის და მოგეხსენებათ, რომ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო 9 ქალაქში არის წარმოდგენილი. დაგვემატება რა თქმა უნდა ერთი ქუთაისი, ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელსაც ოდნავ მოგვიანებით უფრო დეტალურად მოგახსენებთ. 9 ტექნოპარკი არის დღეს წარმოდგენილი, 4 ძირითადი მიმართულება, ეს არის ზოგადად ინოვაციური მეწარმეობის განვითარება და ამ მიმართულებით ძალიან ბევრი ჰაკატონები გვაქვს, ტექნოლოგიური კვირეულები გვაქვს, სხვადასხვა შეჯიბრებები, ღონისძიებები იმისთვის, რომ ჩვენ ახალგაზრდებს მივცეთ შესაძლებლობა, რომ უფრო აქტიურად იყვნენ ჩართული ინოვაციების ეკოსისტემის განვითარებაში, ასევე ზოგადად სტარტაპ საზოგადოების გაძლიერება და ინკუბატორები გვაქვს, რომ არა მარტო მათ დაფინანსება მიიღონ, არამედ ისწავლონ და ამ სწავლასთან ერთად უფრო მეტად უზრუნველყოთ მათი შემდგომი წარმატებები. ასევე ჩვენ გვაქვს ჰარდვერის პროტოტიპირების მიმართულებით კონკრეტული ღონისძიებები და ზოგადად ICT და STEM განათლება, რომელიც ჩვენს ახალგაზრდებს კიდევ უფრო დაინტერესებს ტექნოლოგიებისადმი და 100,000-ზე მეტი მოსარგებლე ყავდა ტექნოლოგიურ პარკებს წლების განმავლობაში და აქედან 90% ეს იყო ახალგაზრდა 29 წლამდე ასაკის ადამიანი, რაც ძალიან მისასალმებელია და დარწმუნებული ვარ ამ ადამიანების ჩართულობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იქნება იმისთვის, რომ უზრუნველყოთ მათი წლების განმავლობაში სტატისტიკაც წარმოგიდგინეთ, სადაც მნიშვნელოვნად არის და რა თქმა უნდა 2020-2021 წლებში კოვიდის გამო ტექნოპარკმა ვერ უმასპინძლა იმ რაოდენობის ადამიანებს, თუმცა ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, რომ წარმოდგენილი ვიყოთ თითქმის ყველა ლოკაციაზე და ყველა ახალგაზრდას გონეს შესაძლებლობა იყოს ჩართული ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებაში. მნიშვნელოვანი არის ის, რომ ჩვენ მართლაც შემიძლია გადაუჭარბებლად ვთქვათ, რომ ელიტური ტექნოლოგიური ბანაკები გვაქვს, სადაც მონაწილეობა არის ძალიან, ასე ვთქვათ, ეცრავთ ვიდეო არ ჩაირთვა. ტექნიკური ხარჯი.
ტექნოლოგიური ბანაკები ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ გვაქვს სამი მიმართულები ტექნოლოგიური ბანაკი. პირველი ეს არის სკოლის მოსწავლეებისთვის, მეორე ეს არის გოგონებისთვის და აქ ქალბატონი ნინოს ჩართულებაც მნიშვნელოვანი იყო, როდესაც ჩვენ დავიწყეთ სპეციალურად გოგონებისთვის ცალკე ტექნოლოგიური ბანაკის მომზადება და ასევე სტუდენტების გვაქვს ცალკე სამი მიმართულებით, ეს არის ხელოვნური ინტელექტი, აგროტექნოლოგიები და ფაგების მიმართულება, ბიოტექნოლოგიების მიმართულება. ჩვენ მოგეხსენებათ, რომ ასე ვთქვათ, ამ ბანაკებში მონაწილეობა არის ძალიან რთული. დაახლოებით 3000-ზე მეტ განაცხადს ვიღებთ, როდესაც 100 მოსწავლე შეგვიძლია უზრუნველყოთ იმისთვის, მაგათაც სკოლის ასაკში ყველა გულანთებული ახალგაზრდა, რომელსაც უნდა რომ ტექნოლოგიების ასე ვთქვათ ეკოსისტემის ნაწილი იყოს. Რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ეს პროექტები, იქიდან გამომდინარე, რომ აქ ჩვენ მომავალთაობას ვაძლევთ სწორედ იმ მიმართულებას, რომელიც დღევანდელ მსოფლიოში და ასე ვთქვათ, მსოფლიო საიტკენაც ვითარდება. იმისთვის იყოს მზად, რომ მათ სწორად აირჩიონ პირველ რიგში თავიანთი მომავალი პროფესიები, მოთხოვნადი პროფესიები, მომავალზე ორიენტირებული განათლება მიიღონ და შემდგომ ამ მიმართულებით იყვნენ წარმატებული ადამიანები და ჩვენ ბევრი კარგი მაგალითი გვაქვს, როდესაც ახალგაზრდებმა ბანაკი გაიარეს და შემდგომ როგორც წამყვან უნივერსიტეტებში ტექნოლოგიური მიმართულებით სწავლობენ, ისევ საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანიებში დასაქმდნენ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის. ჩვენ ასევე ცალკე გვაქვს საგრანტო პროგრამა რეგიონებში. ეს დავიწყეთ სპეციალურად იმისთვის, რომ რეგიონში მყოფ ადამიანებს ჰქონდეთ უფრო მეტი შესაძლებლობა, რომ მიიღონ არა მარტო ცოდნა, არამედ უშუალო დაფინანსება იმისთვის, რომ კონკრეტული პროექტები განახორციელონ და მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ქვეყნის მასშტაბით გვაქვს უფრო დიდი 150,000 ლარიანი საგრანტო პროგრამა, თუმცა რეგიონებისთვის ექსკლუზიურად გვაქვს კიდევ 25,000 ლარიანი საგრანტო პროგრამა, სადაც 83 დაფინანსებული პროექტი გვაქვს და 70% აქედან ეს არის ახალგაზრდების პროექტები, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. ასევე პრეაქსელერაციას, რომელსაც ვახორციელებთ საქართველოს 10-ვე რეგიონში 1200-მდე მონაწილე გვაქვს, საიდან 70% ეს არის ახალგაზრდები. მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენ უკვე 2 წელია ვატარებთ ეგრეთ წოდებულ hardware ინკუბატორს, სადაც ჩვენ ვეძებთ მთელი საქართველოს მასშტაბით იდეებს, რომელიც კონკრეტული პროდუქტის შექმნაზე არის ორიენტირებული. დღეს აქ არის წარმოდგენილი ერთ-ერთი სტარტაპი, მამუკას და მედიასახით, რომელმაც ძალიან ესეც სწორედ აი ამ ინკუბატორის ფარგლებში ჰქონდათ ეს იდეა, რომელიც ჩვენის მხრიდან მხარდაჭერილი იქნა და დღეს უკვე 5 ქვეყანაში აქვთ პარტნიორობა. საქართველოს ბევრ სკოლაში არის უკვე ინტეგრირებული მათი პროექტები, ასევე უნივერსიტეტებში და მე მინდა მამუკას გადავწე სიტყვა და 2 სიტყვით აგვიხსნას თავიანთი პროექტების შესახებ. მოგესალმებით ყველას. მადლობა ოთო. როგორც ბატონმა ოთომ ახსენა, ჩვენი სტარტაპი შეიქმნა hardware startup ინკუბატორის ფარგლებში. იდეა დიდი ხნის განმავლობაში არსებობდა, მაგრამ თვითონ ამ hardware startup ინკუბატორმა მისცა საშუალება მას განხორციელების საშუალება. ჩვენი სტარტაპი არის საგანმანათლებლო ტექნოლოგიური სტარტაპი და ამ სტარტაპის ფარგლებში ვიყენებთ საქართველოში მისაწვდომ ყველა ტექნოლოგიას ამ ჩვენი პროდუქტის საწარმოებლად. მოგეხსენებათ, თვითონ განათლების სფერო საკმაოდ რთული, ასათვისებელია, მასში ცვლილებების შეტანა არის საკმაოდ რთული. ისმის ხო ჩემი ხმა კარგად ვადში. საკმაოდ რთული, ასათვისებელია, ბევრი ბრძოლა გვიწევს ამ პროცესში. ამისათვის ჩვენ დავიწყეთ ეს ყველაფერი კვლევებით, დაახლოებით 2 წლის განმავლობაში ვატარებდით სამეცნიერო დონის კვლევებს, რომლებიც მსოფლიოს რეიტინგულ ჟურნალებში და კონფერენციებზე არის გამოქვეყნებული და ამის ბაზაზე მოვახდინეთ თვითონ ამ hardware პროდუქტის შექმნა და პროტოტიპირება. ყველა პროტოტიპი რაც კი წარმოდგენილია და აქ არის ძალიან მცირე ნაწილი ჩვენი პროდუქტების, ჩვენ გვაქვს დაახლოებით 180-ზე მეტი საკუთარი წარმოების პროდუქტი და საკუთარი დიზაინის პროდუქტი, რომელსაც ვაწარმოებთ, უпростоრად თვითონ პროტოტიპირების პროცესი მთლიანად სრულად ტექნოპარკის ტერიტორიაზე ხდება, წარმოების ნაწილი ტექნოპარკის ტერიტორიაზე და
დანარჩენი უკვე აუთსორსე გვაქვს საქართველოს მასშტაბით. შესულები ვართ ძალიან ბევრ სკოლაში, ასევე სახელმწიფო უნივერსიტეტებთან გვაქვს პირდაპირი თანამშრომლობა, ჩვენ აღებული გვაქვს განათლების სამინისტროს გრანტი დაახლოებით 450,000 ლარის ოდენობით ამ ორ უნივერსიტეტთან, სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით და მათთვის ქმნით და მათთან ერთად გეგმავთ მასწავლებლების მოსამზადებელ პროგრამას. ეს პროექტი უკვე ფინალურ ფაზაშია და დაახლოებით 2-3 თვეში დამთავრდება, დასრულდება. ამ პროექტის ფარგლებში შევქმნით მრავალი STEM ნაკრები, რომლითაც ასწავლიან მომავალ მასწავლებლებს მოამზადებენ ამ პროგრამით და ამის დანერგვა შესაძლებელი იქნება უკვე სკოლებში. თანამშრომლობთ როგორც კერძო სექტორთან, ასევე ბიზნესებთანაც. და ბოლო პერიოდში საკმაოდ ეხლა გვაქვს ყველაზე აქტიური ფაზა განვითარების იმ წლების შრომამ ეხლა მოიტანა შედეგი და უშუალოდ პროექტებზე რო ავხსნათ ძირითადად რა სეგმენტის რა საკისთვის არის განკუთვნილი, რა სწავლობენ ამით და რატო არის მნიშვნელოვანები ყველა სკოლაში ისწავლებოდეს ესეთი სახის STEM სწავლების მიდგომა არის არც ისე ახალი, თუმცა ძალიან პოპულარული და ჩვენი განათლების სამინისტროს მიზანიც ეს არის, ამ მიმართულებით სწავლების განვითარება. ეს გულისხმობს საბუნებისმეტყველო საგნების, ტექნოლოგიის, ინჟინერიის და მათ შორის არტის სწავლებას ინტერდისციპლინური მიდგომით, ისე რომ მოსწავლეებისთვის ხელმისაწვდომი იყოს ყველა ეს ცოდნა, მათთვის ადვილი იყოს ამ საბუნებისმეტყველო საგნებიდან მიღებული ტექნოლოგიებიდან მიღებული ცოდნის პრაქტიკული დანიშნულება, პროფესიებთან კავშირი და რეალურ ცხოვრებაში როგორ გამოიყენონ ეს ცოდნა. ყველა ეს ცოდნა ერთმანეთთან კავშირშია. უпростоრად ჩვენ ვაკავშირებთ ამ ცოდნებს, ამ ჩვენი ნაკრებების საშუალებით და ეს არის ყოველი მათგანი წარმოადგენს კონსტრუქტორს, რომელიც არის დაშლილი დეტალებამდე, ანუ თვითონ მოსწავლეები აწყობენ საგაკვეთილო პროცესში და ეს ყველაფერი განკუთვნილია ძირითადად, ანუ მისი პირველად დანიშნულება არის ფორმალურ საგაკვეთილო პროცესში მათი დანერგვა, ისე რომ ბავშვებისთვის ცოდნა იყოს ხელმისაწვდომი. მაგალითისთვის ეს არის ამინდის სადგური, რომელსაც ბავშვები თვითონვე აწყობენ, აქვე აქვს შესაძლებელი თვითონვე აწყონ და აპროგრამონ ეს მოწყობილობა. ასაკობრივ ჯგუფს რაც შეეხება, გვაქვს 3 წლიდან დაწყებული, ნებისმიერი ასაკი, ზედაასაკი შეზღუდული არ არის, სტუდენტებისთვისაც არის განკუთვნილი ეს ყველაფერი. ანუ უკვე დანერგილი გვაქვს ჩვენი პროგრამა, ვთქვათ, ფრესკულში ფრესკულის დონიდან, რამდენიმე სკოლაში ჩვენი საგანი, ჩვენ მიერ ესე ვთქვათ, მოკვლეული და მოფიქრებული შექმნილი საგანი დანერგილია STEM საგნის სახით. ასევე ხო, მაგალითად STEM City არის ჭკვიანი ქალაქის ბავშვები თვითონ აწყობენ smart cities, ანუ თავისი კი ბატონო, ანუ ეს არის კონსტრუქტორი, რომლის საშუალებითაც თანამედროვე ჭკვიანი ქალაქის იდეას სწავლობენ ბავშვები. თვითონ ვაწყობენ ყველა კომპონენტს. მაგალითად, აქ არის 4 აქტივობა მოყვანილი, ეს არის, თქვათ, ჭკვიანი შუქნიშნები, ჭკვიანი პარკირების სისტემა, ავტომატური განათება, მწვანე ენერგიები და ეს ყველაფერი ეს დაახლოებით 3-4 თვის პროგრამას მოიცავს, სასწავლო პროგრამას და პირდაპირ მიერთებულია იმ ფიზიკასთან, იმ მათემატიკასთან, იმ ბიოლოგიასთან, გეოგრაფიასთან, რომელსაც თვითონ სკოლაში სწავლობენ. ანუ ეს არ არის მოწყვეტილი ეროვნულ სასწავლო გეგმას, პირდაპირ არის ჩაშენებული და მიბმული. ასევე ანუ ჩვენ ვქმნით სახელმძღვანელოებს მასწავლებლებისთვისაც, მოსწავლეებისთვისაც, გვაქვს ინსტრუქციები ამ ყველაფრისთვის ჩვენ მიერ შექმნილი გასაგებ ენაზე და ამ ყველა ცოდნის მატარებელი, ანუ STEM საგნებს მოიცავს სრულიად. ასევე გვაქვს, თქვათ, ანიმასკოპის ნაკრები, რომელსაც ასევე აწყობს მოსწავლე და შეუძლია დააკავშიროს ეს ყველაფერი, ვთქვათ, ისეთ პროფესიებთან, როგორიც არის კინემატოგრაფია, ვთქვათ, ანიმაცია, თანამედროვე პროფესიები, რომლებიც განვითარდა ამ მიმართულებით, მაგალითად. მადლობა მამუკა, ჩვენ ბევრი შეგვიძლია ამაზე ვისაუბროთ, დრო გვექნება დარწმუნებული ვარ შემდგომ და უფრო გავშლით, მაგრამ თუ შეიძლება, ანუ ელექტრონულ მოწყობილობებთან დაკავშირებული, რახან ჩვენ ვართ
hardware სტარტაპი ჩვენ თვითონვე ტექნოპარკის ტერიტორიაზე ვქმნით ამ ელექტრონულ დაფებს. ეს არ არის გამოწერილი, ეს არის ჩვენ მიერ დაგეგმილი, შექმნილი და ტექნოპარკი გვაძლევს ზუსტად იმის საშუალებას იმ აპარატურით, რაც მანდ არის ბაზირებული, რომ ავაწყოთ ეს დაფები და ვიმუშაოთ ამასთან. მადლობა მამუკა. ხო, ჩვენთვისაც ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ როდესაც საუბრობთ რომ მომავალი თაობა ტექნოლოგიური ეკოსისტემის ნაწილი უნდა იყოს, სწორედ სკოლიდან იწყება ეს ყველაფერი პირველი ნაბიჯები და დღევანდელი თაობა წიგნთან ისე კარგად არ არის, როგორც ჩვენი თაობა იყო ნამდვილად და დღეს ფაქტიურად შეუძლებელია რომ მხოლოდ წიგნიდან შევაყვართ მას ფიზიკა, ქიმია თუ ასე შემდეგ და აქ კონკრეტულ პროექტების ანუ კონკრეტულ გამოყენებას პოულობს ის ცხოვრებაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საბოლოო ტექნოლოგიური თაობა გვყავდეს ჩვენ. შემდგომი მიმართულება ეს არის სტარტაპ ეკოსისტემა. მოგეხსენებათ ჩვენ გრანტები 150,000 ლარიანი გრანტები გვაქვს წლების განმავლობაში, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ. ეხლა მაგალითად ეს არის ერთი კონკრეტული დაჯილდოების ცერემონია. წელიწადში ორჯერ გვაქვს საგრანტო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც 40 სტარტაპი იღებს თითოეული 150,000 ლარიან გრანტს. აქ არის წარმოდგენილი ამერიკის შეერთებული შტატებიდან ძირითადად სილიკონის ველიდან, რომელიც ინოვაციური ეკოსისტემის მთავარი შემადგენელი ნაწილია მთელ მსოფლიოში, ვენჩურული ინვესტორები, ანგელოზი ინვესტორები, წამყვანი ადამიანები, ესენი მაგალითად ორაკლის ვიცე-პრეზიდენტი, მაგალითად კატაპულტის CEO, მაგალითად პეგასუს ვენჩურის CEO და ასე შემდეგ. ძალიან ცნობილი ადამიანები მთელ მსოფლიოს მასშტაბით ჩამოდიან საქართველოში, სწორედ ისინი ხვდებიან სტარტაპებს და ისინი იღებენ გადაწყვეტილებას თუ რომელი სტარტაპს აქვს უფრო მეტი პოტენციალი, რომ გლობალურ დონეზე გავიდეს. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი შედეგები გვაქვს, 4,000-მდე ახალი სამუშაო ადგილია შექმნილი. მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდების როლი არის 53% ამ სტარტაპებში. ჯამური ინვესტიცია, რომელიც სახელმწიფომ წლების განმავლობაში განახორციელა, არის 43.5 მილიონი და კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ამის შემდგომ ამ სტარტაპებმა ჩვენი დაფინანსების მერე 9 მილიარდზე მეტი კერძო ფინანსური კაპიტალი შექმნეს ჩვენს ქვეყანაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს გულისხმობს როგორც უკვე შემოსავალს, ასევე ინვესტიციებს, რომელიც ჩვენს ქვეყანაში იქნა შემოტანილი. მნიშვნელოვანი არის ასევე, როდესაც ვსაუბრობთ საომავლო პროექტებზე, მოგეხსენებათ, რომ ეს დაფინანსების პროექტები გაგრძელდება, კიდევ უფრო მეტი დაფინანსება იქნება შესაძლებელი სტარტაპებისადმი, თუმცა ეს უკვე აქსელერაციის პროცესში გადავა, რაც ნიშნავს, რომ კომბინირებული იქნება სწავლება დაფინანსებასთან და რაც, ანუ დაფინანსების ზრდა იქნება პირდაპირ პროპორციულად დამოკიდებული თუ რამდენად, ასე ვთქვათ, კარგად მუშაობს სტარტაპები, ჩვენ ყველა ეტაპზე დავაკვირდებით სტარტაპს და მათი, ასე ვთქვათ, პერფორმანსის გაზრდის შემთხვევაში კიდევ უფრო მეტ საგრანტო დაფინანსებას მიიღებს სახელმწიფოსგან. როდესაც სტარტაპ ეკოსისტემაზე ვსაუბრობთ და დღეს ახალგაზრდობა განათლება გვაქვს თემა, თორნიკე გვესწრება ჩვენ, რომელიც არის ჩვენს მიერ დაფინანსებული 150,000 ლარიან საგრანტო პროგრამაში გამარჯვებული სტარტაპი, რომელმაც ამის შემდგომ უკვე რამდენიმე მილიონის ინვესტიციას მოიზიდეს უცხოეთიდან ჩვენი დაფინანსების შემდგომ. ძალიან ბევრ ქვეყანაში არიან წარმოდგენილი, ბევრი მომხმარებელი ყავს, ახალგაზრდებისთვის არის მათი პროდუქტი და თვითონ გვეტყვის 2 სიტყვით მათი სტარტაპის შესახებ. დიდი მადლობა ბატონო ოთო-წარდგენისთვის. მე ვარ კომპანია EduMentors-ის დამფუძნებელი, რომელიც არის ბრიტანულ-ქართული საგამართლო პლატფორმა, რომელიც დაიწყო 2022 წელს ბრიტანეთში, მივიღეთ ჯიტასგან დაფინანსება 150,000 ლარის ოდენობით და დღეს გვყავს ქვეყანაში, სოფლიოში 16 ქვეყნიდან მომხმარებელი, მათ შორის საქართველოშიც და დაახლოებით 2,100,000 დოლარზე მეტი შემოსავალი აქვს კომპანიას უკვე მიღებული და ვიზრდებით საკმაოდ სწრაფად. კომპანიას აქვს პლატფორმა, ტექნოლოგიური სტარტაპი ვართ, გვაქვს გაშვებული ეგრეთ წოდებული marketplace-ი, სადაც მშობლებს შეუძლიათ, რომ იპოვონ რეპეტიტორები თავიანთი შვილებისთვის. ოღონდ მოდელი მდგომარეობს შემდგომში, რომ რეპეტიტორები არიან მსოფლიოს ტოპ უნივერსიტეტის სტუდენტები. როგორც არის კემბრიჯი, ოქსფორდი, ვორიკი და ასე შემდეგ. და ეს მოსწავლეები, იმიტომ რომ როლური მოდელები არიან სკოლის მოსწავლეებისთვის, ეს სტუდენტები ძალიან სასიამოვნო და აქტიურ საგამართლო პირობებს ქმნიან ბავშვებს, რის გამოც მე ბავშვები ძალიან ჩართულები არიან ამ საგნებში და კარგ შედეგებსაც აღწევენ. დავიწყეთ 2022 წელს, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჯიტას დაფინანსების მიღება, იმიტომ რომ პირველი პლატფორმა შეიქმნა ამ ფინანსების დახმარებით, შემდეგ უკვე დაახლოებით $3 მილიონ ინვესტიცია მოვიზიდეთ კერძო ინვესტორებიდან, მათ შორის ახლა ავიღეთ ინვესტიცია აბუ-დაბიში არსებული ვენჩურული კაპიტალური ფონდისგან და ძალიან სწრაფად იზრდება კომპანია. დაახლოებით 30 თანამშრომელი ყავს უკვე.
ამიტომ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ჯიტას ამ მხარდაჭერისთვის. იმედი მაქვს, რომ კიდევ ბევრი ასეთი სტარტაპი შეიქმნება მსოფლიოს მასშტაბით, რომელსაც შეუძლია გაზრდა საქართველოში და ამით კიდევ უფრო შეუწყობთ ხელს საქართველოს ტექნოლოგიური განვითარების მიმართულებას. დიდი მადლობა. დიდი მადლობა თორნიკე. მართლა ძალიან კარგი მაგალითია ზოგადად იმ სტარტაპების, რომლებიც ჩვენ დაფინანსება მიიღეს და შემდგომ კიდევ უფრო დიდი მნიშვნელოვანი წარმატება მიაღწიეს, იმიტომ რომ ჩვენი მთავარი ამოცანა სტარტაპების დაფინანსებისთვის არის, რომ იყვნენ გლობალური კომპანიები და უნიკორნებიც, რაც არის $1,000,000-იანი კომპანია, რომელიც ჯერ არ ახართ, მაგრამ იმედია, რომ იქნებით ისე სწრაფად ვითარდებით და დარწმუნებულა კიდევ ბევრ ქვეყანაში გაყიდით თქვენ პროდუქტს. ასევე ამ გზისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტი რაც ჩვენ გვაქვს ეს არის რომ სოფლიოს ტოპ 3-ში შემავალი საერთაშორისო აქსელერატორი არის თბილისში წარმოადგენილი 500 გლობალი ეს არის ასევე სერიოზული განაცხადი და მნიშვნელოვანი განაცხადი იმისთვის რომ ქვეყანა პოზიციონირდეს როგორც რეგიონალური ინოვაციების ლიდერად და ამ აქსელერატორში ქართული სტარტაპის გარდა ჩამოდის ბევრი სტარტაპი ჩვენი რეგიონის ქვეყნებიდან, განსაკუთრებით ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან, ასევე ჩვენი მეზობელი აზერბაიჯანის, სომხეთის სტარტაპისგან და მართლაც თბილისი ხდება რეგიონალური თავშეყრისადგილის ყველა რეგიონალური ტალანტის და წარმატებული სტარტაპების, რაც დიდი მნიშვნელოვანი როლი უკავია სწორედ აი ამ პროგრამას, რომელსაც ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო აფინანსებს. გარდა ამისა, უკვე იმისთვის, რადგანაც ასეთმა წამყვანმა აქსელერატორმა ნახა საქართველოში კონკრეტული ბიზნეს პოტენციალი, $20 მილიონი ვენჩურული ფონდი შეიქმნა პირველად რეგიონში, როდესაც კერძო, ესე ვთქვათ, დაფინანსებით ამ ხელა ფონდი შეიქმნა, სადაც ჩვენი წილი არის მხოლოდ 25%, $5 მილიონი არის წილის მფლობელი ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, შესაბამისად, ყველა ის წარმატებული სტარტაპი, რომელიც 500 გლობალის შემდგომ ექსიტებზე გავა, ეგრეთ წოდებული ექსიტებზე გავა, ეს ფული ისევ დაუბრუნდება სახელმწიფოს და ჩვენ შეგვიძლია კიდევ უფრო მეტი სტარტაპის დაფინანსება უზრუნველყოთ, სწორედ ვენჩურულ ფონდებში მონაწილეობით, რა პროექტსაც ჩვენ ნამდვილად ვაგრძელებთ. ასევე შემდგომი მიმართულება ეს არის IT ეკოსისტემა ზოგადად ქვეყანაში და ამ მიმართულებით მართლა წარმატებული მაგალითები გვაქვს ჩვენ, როგორც ლოკალურ დონეზე, ისე საერთაშორისო დონეზე. ჩვენ გვაქვს უკვე 12,000 ადამიანი გადავამზადეთ წლების განმავლობაში IT პროგრამებში, საიდანაც 64% ეს იყო ახალგაზრდა, 29 წლამდე ასაკის ადამიანი. ჩვენ გვაქვს ეხლა მიმდინარე 3 დიდი პროგრამა, ეს არის 5,000-ის კიდევ დამატებით გადამზადების პროგრამა, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით ხორციელდება, ასევე ევროკავშირის დაფინანსებით გვაქვს საერთაშორისო სერტიფიცირება და დასაქმება და ასევე გვაქვს, ესე ვთქვათ, კოდირება სკოლებში, რაც ძალიან, ესე ვთქვათ, საინტერესო პროდუქტი არის და პროცესი არის და ჩვენ გვესწრება მთელ საქართველოს მასშტაბით ვაკეთებთ ამ პროექტს და ჩვენ გვესწრება ახმეტიდან 2-17 წლის ახალგაზრდა, რომელსაც გაიარა ეს პროგრამა, შემდგომ უკვე დასაქმდნენ სხვადასხვა კომპანიაში და ასევე თავიანთი სტარტაპებიც აქვთ და მინდა 2 სიტყვით თქვენ მოგიყვეთ ორივე თქვენ შესახებ. მადლობა პირველ რიგში მოწვევისთვის. მოკლედ მე გავიარე დუეტის პროგრამა. ამის შემდეგ ჩავაბარე სხვა საერთაშორისო გამოცდა. რამდენიმე დღის წინ ჩავაბარე Microsoft-ის გამოცდა. ხელოვნური ინტელექტის მანქანური სწავლების მიმართულებით საკმაოდ წარმატებით. ასევე ვარ სხვა საერთაშორისო უნივერსიტეტის Princeton-ის, MIT-ის სერტიფიცირებული ტრენერი ხელოვნური ინტელექტის მანქანური სწავლების და კომპიუტერული ხედვის მიმართულებით, რაც ძალიან დამეხმარა. შემდეგ მარტივად დავსაქმებულიყავი ფრილანსერად სხვა კომპანიაში, ასევე ონლაინ, ლოკალურად და საერთაშორისო დონეზე. რაც ძალიან დიდი მადლობელი ვარ, ეს პროგრამები, რასაც ჯიტა სთავაზობს ახალგაზრდებს, ბევრ საკითხში გვეხმარება. მათ შორის შემდეგ ჩემი გუნდის წევრებთან ერთად გადავწყვიტა, რომ სტარტაპი შემექმნა. ჩვენი სტარტაპი არის marketplace, რომელიც აკავშირებს ფერმერებს მუშახელთან და ამავდროულად ჩვენ ვთავაზობთ მათ ინოვაციურ ალგორითმებს და ახლა ვიღაც $25,000 გრანტი ახლა დავიწყეთ და იმედია, რომ კარგად წავასაქმე. ეს ყველაფერი მეტი წლის ასაკში როგორ მოასწავლეთ? ყველაფერი
ეს ზუსტად ზოგადად ანუ ეს კონკრეტული მაგალითია, რომ ახალგაზრდობიდანვე დღეს ტექნოლოგიები და თანამედროვე ეკონომიკური ეკოსისტემა გვაძლევს შესაძლებლობას, რომ შრომით ბაზარის მნიშვნელოვანი მონაწილეები ვიყოთ თუ რა თქმა უნდა ვისწავლით იმ პროფესიებს, რომელიც ძალიან მოთხოვნადია და რა თქმა უნდა IT არის ესეთი. თქვენ. მოგესალმებით, მე ვარ ალექსანდრე, კიდევ ერთხელ მადლობა სიტყვის მოცემისთვის. მე ვარ სტარტაპ ბიტკარისთან დამფუძნებელი, ამავდროულად გავლილი მაქვს ჯიტას ბაზაზე ჩვენთან ახმეტის ტექნოპარკში 5000 IT-ის გადამზადების პროგრამა, ამავდროულად Code IT, შეიძლება ითქვას უკვე ორჯერ თუ სამჯერ, უკვე აღარ მახსოვს. და შესაბამისად ეს ცოდნა ტექნოლოგიების პროგრამირების ინჟინერიის კუთხით დამეხმარა იმაში, რომ სულ რაღაც 1 წლის წინ დავიწყე Next Step აკადემიაში მუშაობა ტრენერად და ყავდა ჩემი ჯგუფი, ახლა ჯერჯერობით იქიდან გამომდინარე, რომ აბიტურიენტი ვარ და რაღაც გარკვეულწილად სკოლის გარკვეულწილად საუნივერსიტეტო მზადება მიდის ჩემს ცხოვრებაში, ცოტა ხანი შევაჩერე ეს გზა. თუმცა მიუხედავად ამისა, მაქვს ჩემი სტარტაპი, ჩემს გუნდთან ერთად ეს სტარტაპი არის მეფუტკრეობის სფეროში, რომელიც ეხმარება მეფუტკრეს ტკიპის და დაავადების აღმოჩენაში ინფრაწითელი ტექნოლოგიით. ჩვენ ახლა ჯერჯერობით ისევ კვლევის და რაღაცა პროტოტიპირების რეჟიმში ვიმყოფებით, ვქმნით ისეთ device, რომელიც მეფუტკრეს დაეხმარება იმაში, რომ მიაწოდოს სწორ დროს, სწორ ადგილას ინფორმაცია, როგორ და რა მდგომარეობაშია მისი კოლონია, რომ მოახდინოს შესაბამისად შემდეგ მისი კოლონიის, მისი ძალიან ასე რომ ვთქვათ, აგროსისტემის გადარჩენა და შესაბამისად წარმატებული და მეტად უფრო შემოსავლიანი გახდეს საქართველოში მეფუტკრეობა და არა მარტო საქართველოში, ეს მსოფლიო პრობლემაა. და შესაბამისად აი ჯიტასი მადლობელი ვარ აი ამ კუთხით, რომ სულა ესეთი პროექტებით hardware startup ინკუბატორის 2-დან 0-ის ფარგლებში ჩვენ მეორე ადგილზე გავედით 10000 ლარიანი გრანტი მოვიპოვეთ და ახლა შარშან უფრო სწორედ 25000 ლარიანი გრანტი მოვიპოვეთ ჩემს გუნდთან ერთად, ბიტკართან ერთად. მადლობა თქვენ და ეს არის ძალიან კონკრეტული მაგალითები, როდესაც სწორედ ესეთი თანამედროვე დონის სწავლებები მათ თვალსაჩინოს როგორ ზრდის და დღეს როგორ გლობალურ პრობლემებზე ფიქრობენ და როგორ ასე ვთქვათ გლობალური ამოცანები აქვს ტექნოლოგიური პროექტების მიმართულებით. არ მინდა გამომრჩეს და მინდა გამოვყო, რომ ახმეტის ტექნოპარკი არის ძალიან საინტერესო მოვლენა, იმიტომ რომ ეს არის ძალიან პატარა ქალაქი, მოსახლეობის რაოდენობა ძალიან ცოტა და მასში ახმეტის ტექნოპარკში მონაწილეობის ყველა ტექნოპარკი რო შევადაროთ, მოსახლეობის წილთან შედარებით ტექნოპარკის მომხმარებელთა რაოდენობით პირველ ადგილზეა ძალიან დიდი უპირატესობით აბსოლუტურად ყველა იმასთან და აგვესწრება ახმეტის ტექნოპარკის გამზრდელი ქალბატონის შორენა და მადლობა მინდა პარლამენტში გადაუხადო მას, რომ აი ესეთი ძალიან ღირსეული, ასე ვთქვათ, ხელმძღვანელი არის ახმეტის ტექნოლოგიური პარკის და მომავალი თაობებში პირდაპირ გადაითარგმნება ეს, რომ ესეთი აქტიურად არიან ჩართულები ინოვაციების ეკოსისტემაში და ზოგადად IT სექტორის მიმართულებით მნიშვნელოვანი ეკონომიკური ციფრები მინდა გითხრათ, რომ მაგალითად 2020 წელს შემოსავალი იყო მხოლოდ 74 მილიონი აშშ დოლარი, როდესაც 2024 წელს უკვე 9 მილიარდი აშშ დოლარი არის, საშუალო ხელფასი არის 4000 ლარზე მეტი. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მთავრობის მხრიდან საგადასახადო შეღავათები დაწეს და საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიებისთვის, სადაც საშუალო ხელფასი უკვე 8000 ლარზე მეტი არის და ეს ყველაფერი შესაძლებლობა საქართველოში არის შექმნილი. ამ მიმართულებით ჩვენ რა თქმა უნდა ვაგრძელებთ ახალგაზრდების, ასე ვთქვათ, განათლების უზრუნველყოფას, გრძელდება ეს საგანმანათლებლო პროგრამები და პირდაპირ მინდა მოუწოდო საქართველოს მოსახლეობას, რომ მათი შვილები მაქსიმალურად შეიყვანოს სწორედ ამ IT სწავლების მიმართულებით. ძალიან დიდი მოთხოვნა ამ კუთხით და დასაქმების შესაძლებლობა საქართველოში იქნება ნამდვილად სწორედ აი ამ რეფორმებით, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს წლების განმავლობაში. შემდეგი მიმართულება ეს არის ქუთაისი, ყველა საინტერესებს ნამდვილად ქუთაისის ასე ვთქვათ ტექნოლოგიური ჰაბის პროექტი. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს პარლამენტის ყოფილ შენობაში განთავსდება უდიდესი მნიშვნელობის რეგიონალური დატვირთვის მნიშვნელობის ტექნოლოგიური ჰაბი, სადაც ინტეგრირებული იქნება რამდენიმე ძირითადი მიმართულება. ეს არის პირველ რიგში ხელოვნური ინტელექტის კვლევითი კომპეტენციის ცენტრი განთავსდება,
ასევე იქნება ინტერაქციული სამეცნიერო ტექნოლოგიური მუზეუმი, რომელზეც ცალკე უფრო დეტალურად მოგახსენებთ, ტუმოს კრეატიული ტექნოლოგიების ცენტრი, თვითონ მთელ საქართველოში ყველაზე დიდი ტექნოლოგიური პარკი სწორედ ქუთაისში განთავსდება, ასევე აქ იქნება საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიების ოფისები, რაც კიდევ უფრო მეტად უზრუნველყოფს ადგილობრივის დასაქმებას საერთაშორისო კომპანიებში ადგილზევე და აქ ასევე სხვა უწყებებთან გვაქვს ძალიან კარგი პარტნიორობა, აწარმოე საქართველოს საკონსულტაციო ცენტრი განთავსდება და ასევე მსოფლიო ინტელექტუალური საკუთრების ორგანიზაციასთან ერთად საკპატენტი აკეთებს საერთაშორისო სწავლებისა და გადამზადების ცენტრს, რაც ინოვაციები ეკოსისტემის და ზოგადად სამეწარმეო ეკოსისტემის ასე ვთქვათ ყველა რგოლი იქნება წარმოდგენილი იმისთვის, რომ ადგილობრივ მოსახლეობას მათ შორის მნიშვნელოვანი ინოვაციური პროექტები განახორციელონ. ინტერაქციული და სამეცნიერო მუზეუმი ამიერკავკასიაში ეს იქნება პირველი და ერთადერთი დიდი მასშტაბის ინტერაქციაზე დაფუძნებული მუზეუმი, რომელიც აერთიანებს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ძირითადი პრინციპებს ინტერაქციით. ანუ ეს არ არის, როდესაც მუზეუმში შედიხარ და მხოლოდ ათვალიერებ, ყველა ადამიანი თითოეულ ექსპონატთან ინტერაქციას ახორციელებს და იმის მეშვეობით სწავლობს ფიზიკის თუ ქიმიის ეს კანონი ესე რატომ მუშაობს, მისი ეს ქმედება ამას რატო იწევს და ასე შემდეგ. ძალიან დიდი ინტერესით არის ზოგადად ესეთი მუზეუმების მთელ მსოფლიოში. ჩვენ გვაქვს პარტნიორობა მსოფლიოს წამყვან მუზეუმებთან, სან-ფრანცისკოდან დაწყებული კოპერნიკის პოლონეთის მუზეუმი, ჩინური მუზეუმები, იაპონური მუზეუმები და ჩვენ საუკეთესო ექსპონატები შევარჩიეთ საქართველოსთვის და ეს არის ძირითადად ასტრონომია, ფიზიკა, მექანიკა, ელექტრობა, მაგნეტიზმი, საბუნებისმეტყველო მიმართულებები, ბიოლოგია და ასე შემდეგ. ყველა მიმართულებით ჩვენ გვექნება ძალიან, ასე ვთქვათ, ხარისხობრივი ექსპონატები და უნიკალური შესაძლებლობა პირველ რიგში ქართველი ახალგაზრდებისთვის, რომ განსაკუთრებით სკოლის მოსწავლეებისთვის და დარწმუნებული ვარ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უზრუნველყოფს, რომ ყველა მინიმუმ ერთხელ მაინც ექსკურსიით მივიდეს და ნახოს და შეიგრძნოს ის ტექნოლოგიური პროცესები, რომლითაც ისინი კიდევ უფრო აქტიური მონაწილეები იქნებიან ინოვაციური ეკოსისტემის. ეს სურათები, რომელსაც ხედავთ, არის კონკრეტულად თვითონ ეს პარლამენტის შესასვლელში ფაქტიური პროცესის სურათები. ასევე კიდევ მნიშვნელოვანი პროექტი და უნიკალური, რომელიც ქუთაისში იქნება პირველი და შემდგომ რა თქმა უნდა ვფიქრობთ სხვა დიდ ქალაქებშიც, პირველ რიგში თბილისში და ბათუმში მის განვითარებას, ეს არის ტუმოს კრეატიული ცენტრი, რაც არის ექსკლუზიურად სკოლის მოსწავლეებისთვის. არის 10 მიმართულება, ეს არის პროგრამირება, ანიმაცია, კინო, კომპიუტერული თამაშების შექმნა და ასე შემდეგ. ეს არის მათთვის, რომ ისწავლონ ის წამყვანი პროფესიები, მომავლის პროფესიები, რომელიც ასე ძალიან მნიშვნელოვანია მათი მომავალი დასაქმებისთვის. აქ არის ძალიან ბევრი ქვეყანაში უკვე კონკრეტულად წარმატების кейსები, როდესაც აი ამ ტუმოს სკოლის გავლის შემდგომ ეს ადამიანები მნიშვნელოვანი თვითონ შექმნეს სტარტაპები ან საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანიებზე მუშაობენ და შესაბამისად სულ არის სავსე. მაგალითად ჩვენს მეზობელ ქვეყანაში არის თვენახევრიანი რიგი იმისთვის, რომ ამ სკოლაში მოხდე იმდენად მოთხოვნა, ბატონო სომხეთში იმდენად მოთხოვნადია და არის ეს ამერიკის შეერთებულ შტატებში, პორტუგალიაშიც, გერმანიაშიც, ძალიან ბევრ ქვეყანაში არის ეს ძალიან წარმატებული და ჩვენ ამას დავიწყებთ ქუთაისში. პირველ რიგში ქუთაისის მოსახლეობას ექნება უზრუნველყოფა, 1700 სტუდენტი არის გათვლილი კვირაში, რომ ანუ 1700 სტუდენტი უმასპინძლოს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იქიდან გამომდინარე, რომ მომავალ თაობას ვასწავლით იმას, რაც მათ მოწონთ, რაც მათ უყვართ. ეს არ არის სავალდებულო რა თქმა უნდა, თუმცა კიდევ ერთხელ გეუბნებით, ყველგან სადაც კი ესეთი პროგრამა არის, ეს არის მანდ არის ძალიან დიდი რიგები. ეს იქნება რა თქმა უნდა 100%-ით უფასო ჩვენი მოსახლეობისთვის და ესე ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი იქნება იმისთვის, რომ სწორედ ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი გახდეს რეგიონალური მიზიდულობის ცენტრი. და ბოლო სლაიდი უბრალოდ შემაჯამებად წლების მიხედვით გვაქვს, ასე ვთქვათ, თუ რა პროგრამებს ახორციელებს საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო და რიცხვი რაც არის მითითებული, ეს არის თუ რა რაოდენობის ადამიანები თითოეული მიმართულებებით უკვე გადამზადებული იქნა ან დაფინანსებული იქნა და ასე შემდეგ. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყურადღებისთვის და ჩვენ რა თქმა უნდა მზად ვართ გავაგრძელოთ აქტიური პარტნიორობა, თანამშრომლობა და მზად ვართ ასევე კითხვების შემთხვევაში
განმართებთ დისკუსიას. დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. მე დარწმუნებული ვარ, რომ დრო და საშუალება რომ იყოს ეს პრეზენტაცია ბევრად უფრო ხანგრძლივი იქნება და ბევრად უფრო მეტ დეტალს მოიცავს. თუმცა ძალიან ინოვაციურია, როგორც თქვენი მიმართულება არის ინოვაციური, ასევე პრეზენტაციაც ძალიან ინოვაციურია, როდესაც ჩვენ გვეძლევა საშუალება, რომ კონკრეტული წარმატებული, ეგრეთ წოდებული success story რაც არის, იმის კონკრეტული მაგალითები, კონკრეტული ადამიანებისგან, რაც თავარია ახალგაზრდებისგან მოვისმინოთ, ასევე რა თქმა უნდა კომიტეტის სახელით მადლობას გიხდით თქვენ და უერთდებით იმ მადლიერებას, რომ მართლაც ახმეტაში არ ვიცოდი თუ იყო ტექნოპარკი, ვიცი რომ თელავში არის და კარგია რაც მეტ ადგილას იქნება, მით მეტი ახალგაზრდის ჩართულობის შესაძლებლობა იქნება და მით უმეტეს თუ კი ესე გამოირჩევა და ასეთი დაწინაურებული არის, ეს დამატებითი სტიმულია, რომ რეგიონებში არა მხოლოდ ცენტრალურ ქალაქებში, არამედ თუ კი საშუალება იქნება, კიდევ უფრო მეტი ტექნოპარკი აშენდეს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში. ზუსტად ვიცი, რომ ძალიან ბევრი კითხვა იქნება. ამიტომ ქალბატონი ნინო იყო პირველი, ბატონი გიორგი, ბატონი ლადო. მოდით ესე გავაკეთოთ. თითო ანუ ასე ვთქვათ, კითხვის დამსმელის შემდეგ პასუხი გავცეთ. რამდენი კითხვაც არ უნდა იყოს, იქნება ეს. მაგრამ ერთი გავაკეთოთ, რომ იქნებ შევეცადოთ, რომ კითხვები 3 წუთზე მეტი არ გავაგრძელოთ. მაქსიმალურად შევეცადოთ. მადლობა. ქალბატონი. მადლობა, ზუსტად ეს შეფასება გამიჩნდა, რომ ინოვაციებზე საუბრის დროს ნამდვილად ინოვაციური იყო პრეზენტაცია, არ მხოლოდ იმიტომ, რომ ფიზიკურად ვხედავთ ამ შემოქმედებას, არამედ თავად ის მოწვეული ადამიანები, რომელიც რეალურად გვაჩვენებენ წარმატებას და ტექნოლოგიების სფეროში მიღწეულ პროგრესს. განსაკუთრებით მინდა გამოვხმაურო ქუთაისში ინოვაციური ტექნოპარკის უზარმაზარი ამ რესურსის გაჩენის შესაძლებლობას. გულწრფელად მინდა ვთქვა, რომ მოსაწყენი პოლიტიკური ცხოვრებისგან განსხვავებით ეს იქნება ძალიან დინამიური და ძალიან ასე ვთქვათ პოზიტიური ფაქტი ქუთაისისთვის და ქუთაისელებისთვის. ვიცი როგორ ელოდებოდნენ ისინი, რომ დიდ მასშტაბურ იდეას დავაანონსებდით, ამიტომ რაც შეიძლება დროულად განხორციელდება იმედია ეს პროექტი და რაც თქვენს პრეზენტაციაში არის უამრავ ახალგაზრდას საერთაშორისო თუ ადგილობრივ დაინტერესებულ პირს მიიზიდავს და იქნება ფაქტობრივად ძალიან დინამიური ცხოვრება ამ ლოკაციაზე. ასევე მინდა გამოვეხმაურო იმ ფაქტს, რომ სკოლებთან თანამშრომლობა და დიდი მადლობა ტექნოპარკს კონკრეტულად ახმეტაში და არა მხოლოდ და ყველა ის რესურსი, რომელიც თქვენ გაქვთ, ძალიან მნიშვნელოვანი არის სასკოლო პროცესების უფრო საინტერესო წარმართვისთვის. სრულად გეთანხმებით, რომ უბრალოდ საკლასო ოთახში შეიძლება თანამედროვე ჯენზი ახალგაზრდობისთვის მოსაწყენი იყოს იმის მოსმენა, რაც აუცილებლად უნდა ისწავლონ და პირველი კითხვაც ეს არის, გაქვთ თუ არა რაიმე მემორანდუმი ან შეთანხმება რესურს ცენტრებთან, სკოლებთან, რომ ეს არ იყოს შემთხვევითი ან რომელიმე რაღაც კრეატიულ მასწავლებელზე დამოკიდებული და ტექნოპარკების რესურსი სადაც გვაქვს რეგიონებში იყოს სისტემატიურად სკოლების გაცვლა. პირობითად რაღაცა კონკრეტულ გაკვეთილებს ან თემებს მიბმული, რომ მოიყვანონ ბავშვები, ასწავლონ და თქვენი რესურსი იქ გამოიყენონ. მეორე ჩემი კითხვა იქნება ესეთი, რომ თავისთავად ამ ულამაზესი და საინტერესო პრეზენტაციის მიღმა თქვენ გექნებათ გათვლები, ეფექტიანობის მაჩვენებელი, დახარჯული თითოეულ დოლარზე თუ თითოეულ ლარზე, რამდენი არის თავისთავად თქვათ აწარმოე საქართველოსთან და სოფლის მეურნეობის პროგრამებიდან განსხვავებით თქვენ სფეროში ალბათ სხვა არის ეს მაჩვენებლები, თუნდაც დროში გაწერილი ან რაღაც სხვა კრიტერიუმებით ფასდება, თუ შეგიძლიათ ორი სიტყვით ამაზეც გითხრათ და ბოლოს კითხვა მექნება ახალგაზრდებთან გილოცავთ ნამდვილად უზომოდ დიდი საქმე გაქვთ გაკეთებული თქვენი წარმატების ისტორიაში და გვიხარია რომ პატარა წვლილი სახელმწიფო მათ შეიტანა. კითხვა მექნება ესეთი. ან თქვენ როგორ დაინტერესდით ამ პროექტით? თქვენმა წარმატებამ მოიზიდა თუ არა თქვენ სირგლემყოფი თქვენი თანატოლების ინტერესი? იყო თუ არა ეს რაღაც მისცა თუ არა მუხტი ყველა სხვა დანარჩენ ახალგაზრდას და რამე სპეციფიური ინტერესთან ხომ არ არის დაკავშირებული. იმიტომ რომ მაგალითად ჩემი თინეიჯერი შვილი რომ მივიყვანე
ტექნოლოგიების სკოლაში სასწავლებლად გარკვეულწილად არ გამოიწვია ამან ინტერესი. ამიტომ რაღაცა სპეციალური ინტერესის სფერო უნდა იყოს. ან თქვათ რაღაც ასევე მიდრეკილება უნდა კონდეს უფრო ტექნოლოგიებისკენ და ყველა ადამიანს არ შეიძლება რა თქმა უნდა რომ აი ამ საკმაოდ მაღალანაზღაურებელ, მაღალშემოსავლიან საქმიანობაში ჩაერთოს. ამიტომ თქვენი გადმოსახედიდან გითხარით, თქვათ აი ის ტარგეტ აუდიტორია, თუნდაც ახალგაზრდები ვინ უნდა იყოს, როგორ უნდა მივწოდეთ და როგორ უნდა დავაინტერესოთ. მადლობა კიდევ ერთხელ. დიდი მადლობა. ქუთაისთან მიმართებაში აბსოლუტურად გეთანხმებით, რა თქმა უნდა და ჩვენ ყველა ნაბიჯებს თქვათ, რომ წელსვე შემოდგომაზე უმასპინძლოთ პირველ ვიზიტორებს ამ ასე ვთქვათ, როგორც მუზეუმის ნაწილში, ისე სწავლების დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი ადამიანისთვის ეს იქნება უსაყვარლესი ადგილი, რაც ასევე პრეზენტაციაზე არ ვთქვი, მთლიანად ეკოსისტემა, არა მარტო შენობის შიგნით, არამედ შენობის გარეთაც ისე იქნება მოწყობილი, რომ თითოეული ქუთაისელისთვის იქნება უსაყვარლესი იქ მისვლა სხვადასხვა მიზეზების გამო, როგორც მუზეუმი, ისე სკოლა და ასე შემდეგ დასასვენებელ რეკრეაციულ ნაწილშიც კი ძალიან მიზიდულობის ცენტრი იქნება. რაც შეეხება განათლების სამინისტროსთან და სკოლებსთან და ზოგადად რესურს ცენტრებთან, ჩვენ რესურს ცენტრებთან ძალიან აქტიური თანამშრომლობა გვაქვს ყველა რეგიონში, იგივე ბანაკების მიმართულებით, რომელსაც ჩვენ უზრუნველყოფთ, აქტიურად არიან ჩართული, რომ სკოლებიდან ადამიანები მოვიზიდოთ და აი მართლაც შერჩეული ადამიანები წამოვიყვანოთ და მათ ვასწავლოთ, როგორ შეიძლება ინოვაციური ეკოსისტემის ნაწილი იყოს. რაც შეეხება უფრო გლობალურ დონეზე, ჩვენ უშუალოდ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან პირადად მინისტრიც არის ძალიან აქტიურად ჩართული და დაინტერესებული, რომ ჩვენთან პარტნიორობით და თანამშრომლობით რაც შეიძლება ყველა სკოლაში უზრუნველყოთ ისეთი სასწავლო მეთოდოლოგიის დანერგვა და ბატონი ალექსანდრე წყულაძეც არის ძალიან აქტიურად უშუალოდ პირადად მინისტრის დონეზე ჩართული ამ თემაში, რომ იმიტომ რომ დღევანდელ მთავრობას ნამდვილად აცნობიერებს, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ახალგაზრდობისთვის, ჩვენი მომავლისთვის ტექნოლოგიური განვითარება და ტექნოლოგიური სწავლება. ამიტომ ამ მიმართულებით, ასე ვთქვათ, ნაბიჯების გადადგმის პროცესში ვართ და კიდევ უფრო მეტად შევეცდებით, რომ ყველა სკოლაში იყოს. თუ არა და ტექნოლოგიური პარკები რა თქმა უნდა არის იმის საშუალება, რომ სკოლების შემდგომ ტექნოლოგიურ პარკებში მივიდნენ ეს ადამიანები და ისწავლონ სწორედ მომავალზე ორიენტირებული განათლება მიიღოს. რაც შეეხება ეფექტიანობის მიმართულებით, ბატონი ირაკლი გიპასუხებთ და ეკონომიკა უყურებს ზოგადად აი ამ თემას. დიდი მადლობა ქალბატონო ნინო. კიდევ ერთხელ ვადასტურებ თქვენი აქტიური ჩართულობა ზოგადად ჯიტას მიმართულებაში, ასევე აწარმოეს საქართველოში, რომელიც ახსენეთ. ძალიან დასაფასებელია, ბევრი ინიციატივა თქვენგან წამოსული საბოლოო ჯამში გადაიზარდა საინტერესო პროექტებში, მათ შორის გენდერული მიმართულებით. რაც შეეხება ეფექტურობას, ნამდვილად მთლიანად ეკონომიკის სამინისტროსთვის და ვიტყოდი უფრო ფართოდაც მთავრობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც საუბრობთ კონკრეტულ პროგრამებზე, რომლებიც ბიზნესის სხვადასხვა სფეროებში, ამ შემთხვევაში ინოვაციებში, მაგრამ იგივე აწარმოეს საქართველოს შემთხვევაში ჩვეულებრივ ბიზნესში არის მიმართული, ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროგრამების ეფექტურობის შეფასება. თქვენ იცით, დავიწყეთ ასეთი მიდგომით მუშაობა დაახლოებით 2 წლის წინ, ამ შემთხვევაში აწარმოეს საქართველოს მიმართულებით. ეთანხმებით უფრო მარტივი არის ამ შემთხვევაში პროგრამების ეფექტურობის შეფასება ბიზნესის ხასიათიდან გამომდინარე, ვიდრე სტარტაპის და ფინანსების შემთხვევაში თავისი ბუნებით უფრო რისკიანია და სხვა პარამეტრებით იზომება, განსაკუთრებით პირველ ეტაპზე წარმატება. მინდა გითხრათ, რომ ჩვენი ინოვაციური სტარტაპ ეკოსისტემა დღეს არის იმ დონეზე განვითარების, როდესაც შესაძლებელია მათ შორის ფინანსური და სხვა პარამეტრებით წარმატების შეფასება. ამ მიზნით უკვე წლევანდელი წლის განმავლობაში ჩვენ გამოუშვებთ ჯიტაში პირველ ანგარიშს, რომელიც იქნება ანალოგიური აწარმოეს საქართველოს პროგრამების ეფექტურობის ანგარიშისა, რომელიც დაფუძნებული იქნება ძალიან დეტალურ მეთოდოლოგიაზე და ამას ექნება რა თქმა უნდა სისტემური ხასიათი. ჩვენ ჯიტაში შევქმნით დეპარტამენტი, რომელიც ამ ანალიტიკით იქნება დაკავებული. დღეისათვის რაც შემიძლია გითხრათ, რამდენიმე მონაცემი, რომელიც საკმაოდ თვალსაჩინოა, როდესაც საუბრობთ საგრანტო პროგრამებზე, რომელიც არის ძირითადი ფუნდამენტი ფინანსებზე ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით ჯიტას ეკოსისტემაში, დაახლოებით 40 მილიონი ლარი აქვს სახელმწიფოს
მევეძახი ინვესტირებული ამ სტარტაპებში და ჯამურად ის ეკონომიკური, ასე ვთქვათ, დოვლათი, რომელიც ამ სტარტაპების მიერ არის შექმნილი, როგორც შემოსავლების თვალსაზრისით, ასევე მოზიდული ინვესტიციის თვალსაზრისით, დაახლოებით 9 მილიარდ ლარს უტოლდება დღეს. ანუ უკვე ამით შეიძლება ვისაუბროთ იმაზე, რომ ეს ინვესტიცია არის გამართლებული და სასარგებლო. 4000-ზე მეტი სამუშაო ადგილია შექმნილი და აქ ვლაპარაკობთ მხოლოდ მაღალ ტექნოლოგიურ და მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს. შესაბამისად, ის გადაწყვეტილება, როდესაც საგრანტო პროგრამების კვალდაკვალ სახელმწიფო მონაწილე გახდა ვენჩურულ ფონდში, ესეც არის უკვე ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, სტიმული იმისა, რომ ვენჩურული ფონდი თავის შინაარსით, რა თქმა უნდა, მოგებაზე არის ორიენტირებული. ასეთ ფონდში სახელმწიფოს მონაწილეობა იყო ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალი კერძო ინვესტორებისთვის, ვინაიდან ზოგადად ფინანსებზე ხელმისაწვდომობა ქვეყანაში დღესაც წარმოადგენს პრობლემას, მიუხედავად ბევრი მიმართულებისა, რომელიც წარმატებით ხორციელდება, მათ შორის სტარტაპებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობა არის რთული გამოწვევა, კერძო სექტორის ჩართულობა არის დიდი ამოცანა, სახელმწიფო ვერ გაყვება ამ ხელა ეკოსისტემას დაფინანსებით მუდმივად. ამიტომ ფონდში მონაწილეობა იყო ის სტიმული, როდესაც ჩვენ დანარჩენი, ასე ვთქვათ, ფონდის მონაწილეები უკვე შეიქმნენ კერძო სექტორის მონაწილეობით. კიდევ ერთხელ ეს პრიორიტეტი არის რამოდენიმე, ასე ვთქვათ, პარამეტრით განსაზღვრული. ერთი ის, რომ კონდეს ანგარიშვალდებულება სახელმწიფოს მოსახლეობის მიმართ, რაზე იხარჯება ფული და რამდენად ეფექტურია და მეორე არანაკლებ მნიშვნელოვანი ჩვენ ამ ანალიტიკას ვიყენებთ იმისათვის, რომ შევცვალოთ დიზაინი იმ პროგრამების, რომელიც ხორციელდება, დავიწყოთ ახალი ინიციატივები და ასე შემდეგ. მაგალითად, ის მიმართულება ისევ ცოტას გადაუხევა აწარმოეს საქართველოში, როდესაც ჩვენ კაპიტალის ბაზრის განვითარების პროგრამები დავნერგეთ, სწორედ ამის შედეგი იყო, როდესაც საბანკო რესურსში საკმაოდ მნიშვნელოვან პროგრამებს ვახორციელებთ, მაგრამ ალტერნატიული დაფინანსების საჭიროება ძალიან მკვეთრად დგას, ამიტომ დავიწყეთ ბონდების გამოშვების ხელშეწყობა და ასე შემდეგ. იგივე მიმართულება და მიდგომა არის ჯიტაში, მუდმივად ჩვენ ვანახლებთ პროგრამებს და რა თქმა უნდა ამ გადაწყვეტილებებს ვაფუძნებთ იმ ანალიტიკაზე, რომელსაც ამ, ასე ვთქვათ, შესწავლის შედეგად ვიღებთ. მადლობა. ახალგაზრდებისთვის იყო კითხვა და როისაც გსურთ. ხო, როდესაც მე დავინტერესდი, უბრალოდ ჯიტა როდესაც ჩემ ცხოვრებაში შემოვიდა, შეიძლება ითქვას 2021 წელი იყო თუ არ ვცდები, სკოლაში ჩატარდა პირველად პროგრამირება Python-ზე. ესეთი ტრენინგი და აქედან დამაინტერესა თუ რა იყო ჯიტა და როგორ მუშაობდა საერთოდ ეს სისტემა და რა იყო საერთოდ ტექნოლოგიები და აქედან დავინტერესდი. თუმცა შეიძლება ითქვას ისიც, რომ მანამდეც მქონდა გარკვეულწილად მასთან ტექნოლოგიებთან არსებული საგნების ინტერესი, მათემატიკა, ვთქვათ, ფიზიკა და შესაბამისად ამან გამოიწვია ის, რომ მე რაღაც გაკვეთილიდან გამოვედი და დავესწარი ამ ტრენინგს. და შესაბამისად ამან გამოიწვია ის, რომ გაკვეთილების შემდეგ მე შემეძლო რომ ახმეტის ტექნოპარკში თითქმის კვირაში, რა ვიცი, 3ჯერ ან 2ჯერ მევლო. ხო. შენთან ერთად ხვები დაინტერესდნენ? კი, რა თქმა უნდა, მაგრამ აქ ჩემი აზრით ერთი დეტალი ის არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ თინეიჯერობის ასაკში საკმაოდ რთულია თუ უკვე განსაზღვრული გაქვს შენ, აი მაგალითად თუ უკვე რაღაც ტექნოლოგიების სფეროსთან არსებული საგნები აღარ გაინტერესებს, საკმაოდ რთულია ტექნოლოგიებით მერე დაინტერესდე. და აქ ყველაზე მეტად სწორი გადაწყვეტა ჩემი აზრით ის არის, რომ აი ესეთი მოწყობილობებით ჯერ კიდევ იმ ასაკში, როდესაც ბავშვი გაუაზრებელია, ჯერ ვერ იაზრებს რაღაც მათემატიკა შეშჩავრდეს, არ მოიწონოს ფიზიკა თუ რაღაც მუსიკა უფრო მოსწონდეს. ჩემი აზრით, ზუსტად აი ესეთი მოწყობილობები ლეგო იქნება ეს თუ ეს სხვა მოწყობილობები, ჯერ კიდევ რაღაცა საბაზისო ეტაპზე მოხდეს მისით დაინტერესება, რომ მერე და მერე განაგრძოს ტექნოლოგიებით დაინტერესება. შესაბამისად, ყველა ადამიანს შეუძლია რომ ტექნოლოგიებით დაინტერესდეს. ანუ არ არის რაღაცა შეზღუდული სფერო ეს. ეს იგივეს ალექსანდრე, ანუ ძალიან რთულია ასე ბავშვს დაინტერესო იმით, რაც შეიძლება რომ მას ამ ეტაპზე არ მოსწონდეს, თუმცა ეს ყველაფერი ზუსტად ესეთი მოწყობილობები, მუშაობა ამ ყველაფრის ნოლიდან შექმნა და ის რესურსები, რასაც ჯიტა აძლევს ახალგაზრდებს, არის საფუძველი იმის, რომ შემდეგ ჩვენ დავინტერესდეთ რაღაცით. თქვენ უშუალოდ რამ დაგაინტერესებთ თქვენს? მე დავაინტერესა ზუსტად ამან, რომ რაღაცას ვაკეთები ნოლიდან. შემეძლო რაღაც შემექმნა
0-დან და საერთოდ მანამდეც მათემატიკა და ფიზიკა ძალიან მიყვარდა და მაგიტომაც შემდეგ ელექტრომოწყობილობებთან მუშაობამ გამოიწვია ის, რომ ვეცადე რაც შეიძლება ახალი შემექმნა, რაც მე დამაინტერესებდა. შენთან ერთად შენი მეგობრები სხვა გოგოები დაინტერესდნენ? კი, რა თქმა უნდა. გოგოების დაინტერესებაშიც ძალიან დიდი წვლილი აქვს ახმეტის ტექნოპარკის მენეჯერს. ის პროექტები, რაც ხორციელდება ჩვენთან, ხშირ შემთხვევაში არის ხოლმე გოგოებზე უფრო კონცენტრირებული, რადგან მოგეხსენებათ ჩვენ არ ვართ ახმეტაში არ ცხოვრობს ბევრი საზოგადოება არ არის დიდი, ამიტომაც ყოველთვის იყო ესეთი სტერეოტიპები, რომელსაც ებრძვით ყოველ დღე და ამიტომაც ეს გოგოების ჩართულობა იყო ერთ-ერთი ჩვენი მიზანი, რომ რაც შეიძლება მეტი გოგო წასულიყოს STEM მიმართულებით. მადლობა ბატონ გიორგის შეკითხვები. მოგესალმებით, მადლობას გიხდით, საინტერესო ანგარიში იყო ნამდვილად და ისედაც გავეცანი თქვენ რომ საუბრობდით დეტალურად ვნახულობდი ის რომ საქართველოს აქ წარმატება მიმართულებით ეს არის ფაქტი, მით უმეტეს ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი მთელ საერთაშორისო რუკაზე საქართველოს ინოვაციებს და ტექნოლოგიებს განსაკუთრებულად მნიშვნელოვნად დასვამს დარწმუნებული ვარ. რამდენიმე კითხვა მაქვს მოვინიშნე. პირველი შეეხება ტექნოპარკის იმ ადამიანების რიცხვს, რომელიც სტატისტიკა არის მოცემული, რა ითვლება ტექნოპარკის მომხმარებლად, ესე რომ ვთქვათ, ვიზიტორად, უბრალოდ რომ ვთქვათ, თვის განმავლობაში ერთხელ შევიდეს, ვთქვათ, 15 წუთით, ესეც ითვლება თუ არა მაინტერესებს, იმიტომ რომ საუბარი არის 20,000-ზე მეტ ადამიანზე და რაც ვნახე კალენდარული წლისგან განსხვავებით, აკადემიური წლის პრინციპი არის, ხო, სწორად გავიგე, შემოდგომიდან მეორე შემოდგომამდე ესე ითვლება 2022-2023 წლის სეზონი არის დათვლილი და ყოველ წელზე ანალოგიურად არის მითითებული, ხო სწორად გავიგეთ, იმიტომ რომ 2024-2025 წელზე მაგალითად წერია 18,000 მოსარგებლე, მაშინ როდესაც 2022-2023 წელს იყო 35,000, შესაბამისად ნახევარი წელი წინ არის, ხო? მიმდინარე წლის ესე გავიგე. და რაც შეეხება მეორე კითხვას, ეს არის რამდენიმე ძირითადი მიმართულება არის, ერთ-ერთი რაც ძალიან საინტერესო არის და მეც შეხება მქონია და ჩვენთან ერთად დღეს არიან ახმეტის წარმომადგენლები, ეს არის რეგიონების გაძლიერებისთვის შესაბამისი გრანტები, რომელიც გაიცემა რა პლატფორმები არსებობს იმისთვის, რომ ამ გრანტზე განაცხადის გაკეთება შეეძლოს ახალგაზრდას ან ზოგადად ადამიანს. შარშან როგორც ვნახე 83 პროექტი არის დაფინანსებული, მოსამზადებელი სანამ ადამიანი გადაწყვეტს, რომ ამ პროექტისთვის შეავსოს განაცხადი, აპლიკაცია, რა მოსამზადებელი ეტაპები არის და საიდან შეუძლია რომ ის უნარები გაიღრმავოს, რომელიც საჭირო არის ამ აპლიკაციისთვის. მე მეორე ეს კითხვა მაქვს და რაც შეეხება მესამე და ესეთ განსაკუთრებულ კითხვას, ეს შეეხება რა თქმა უნდა ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბს, როგორც უკვე ვთქვი, ჩემი აზრით პირადადაც და ისედაც ეს იქნება საუკუნის პროექტი, რომელიც ქუთაის და ზოგადად საქართველოს საერთაშორისო რუკაზე განსაზღვრავს მნიშვნელოვნად, რა ეტაპზე ვართ ინფრასტრუქტურის გაჯანსაღების და მოწესრიგების კუთხით ამ ნაწილში ეს კითხვა მექნება და როგორც თქვენ აღნიშნეთ, საერთაშორისო კომპანიებთან კომუნიკაციის ნაწილში რა ეტაპზე ვართ, არის თუ არა უკვე დაინტერესება და რამდენიმე კომპანიასაც ვერ გვეტყოდით მაგალითად ეს არის რა კითხვებიც მქონდა დიდი მადლობა თქვენ ახმეტას რაც შეეხება ყოველ ეტაპზე სხვადასხვა პროექტების განმავლობაში ვწმუნდები რომ ახმეტა კიდეც ალგე ინოვაციური კუთხე არის და ეს ფაქტია მადლობა კი ბატონო, დიდი მადლობა პირველი შეკითხვებისთვის. დავიწყებ პირველი კითხვით, რომელიც ეხებოდა სტატისტიკას ტექნოლოგიური პარკების მიმართულებით. აქ 2 წელი ერთად არის გაერთიანებული, უბრალოდ არ არის აკადემიური წელი, ანუ 2 წელი ბოლომდე, რა თქმა უნდა 25 წელი ეხლა მიმდინარეობს და მისი სტატისტიკა არ გვაქვს, უბრალოდ მოყვანილია 2 წლიან ჭრილში. აქ რა თქმა უნდა არ ითვლება 15 წუთი მისულია და 15 წუთი ზოგადად არ მიდიან, ჩვენ გვაქვს ხოლმე მაგალითად ინფოტურები, სადაც საათიან ინფოტურს ვაკეთებ, თუმცა ისიც არ ითვლება რა თქმა უნდა. აქ არის კონკრეტულ პროექტებში, მაგალითად ტრენინგები გაიარეს სხვა
სხვადასხვა hardware ინკუბატორის მონაწილეები იყვნენ, აქსელერატორების პრეაქსელერაციის მონაწილეები იყვნენ, საგრანტო პროგრამების მონაწილეები იყვნენ, ასე შემდეგ, რომელიც არის გრძელვადიანი პროცესი და მათ ჩართულობას მოიწყობს, ან არიან მომხმარებლები ლაბორატორიების. ყველა ამ ასე ვთქვათ ტექნოპარკში ჩვენ გვაქვს hardware-ის ლაბორატორია, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია თვითონ შექმნას თავიანთი პროდუქტები. აი ესეთი მაგალითად როგორც მამუკამ თბილისის ტექნოპარკში შექმნა, თითქმის ყველა ტექნოპარკში ანალოგიური სიმძლავრის ასე ვთქვათ ლაბორატორიებია და ყველა შეუძლია ესეთი პროდუქტები მათ შორის შექმნას. თავარი იდეები გაუმცნი ასე შემდეგ. სწორედ აი ესეთი ადამიანები ითვლებიან ამ სტატისტიკაში. რაც შეეხება მეორე კითხვას უკვე საგრანტო მიმართულებას, ეს არის ერთიანი პლატფორმა ჩვენ რაც გვაქვს არის grants.gov.g, სადაც ხდება განაცხადების მიღება და რა თქმა უნდა, როდესაც რეგიონებშია საუბარი, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ადგილობრივი მუნიციპალიტეტების რესურსებით ასე შემდეგ გამოვიყენოთ, მათ შორის სკოლების რესურს ცენტრების, რომ მაქსიმალურად გავავრცელოთ ინფორმაცია, რომ ამ ადამიანებს შეეძლოთ როგორ არის. ასევე ჩვენთან განაცხადის შემოტანა უკვე გამარჯვებას ნიშნავს, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ ფულს თუ ვერ მიიღებ, ჩვენ მანამდე ყველას უტარებთ სხვადასხვა ტრენინგებს, ასე ვთქვათ, პროცესებს იმისთვის, რომ მათ კიდევ უფრო ისწავლონ და განავითარონ და შესაბამისად მნიშვნელოვანია ამ კუთხით ჩვენს პროგრამაში მონაწილეობა. რაც შეეხება ქუთაისის ინფრასტრუქტურა, ხო, შეიძლება. ზოგადად ეს საკითხი, რაც თქვენ დასვით ინფორმაციის ხელმისაწვდომობა მათ შორის განსაკუთრებით რეგიონებში საკმაოდ მნიშვნელოვანი გამოწვევაა წლების განმავლობაში და მიუხედავად იმისა, რომ ეს გამოწვევა ასე ვთქვათ აღიარებულია და მთელი რიგი ასე ვთქვათ საკომუნიკაციო არხები ყოველწლიურად ემატება, მნიშვნელოვნად წარმოადგენს ასე ვთქვათ იმ პრიორიტეტს, რომელსაც ეკონომიკის სამინისტრო ერთიანობაში უყურებს. აქ ერთი პროექტი მინდა ვახსენო, ისევ და ისევ, როდესაც ვლაპარაკობთ ინოვაციურ ტექნოლოგიურ სტარტაპებზე და ჩვეულებრივ ბიზნესზე, მათ შორის მცირე და საშუალო მეწარმეობაზე, არ არის ხოლმე ძალიან მარტივი ზღვარის გავლება, ვთქვათ, რომელი იდეა, რომელი პროექტი, ვთქვათ, რომელ კალთაში ვარდება. ერთის მხრივ გვაქვს აწარმოე საქართველოს, რომელიც ასე ვთქვათ, ამ სტანდარტულ და ჩვეულებრივ ბიზნესს უწყობს ხელს განვითარებაში, მეორე მხრივ ჯიტა. თუმცა ძალიან ბევრი გადაკვეთებია, როგორც დაფინანსების თვალსაზრისით, მაგალითად, ავიღოთ კონკრეტული პროგრამა, რომელსაც ახორციელებს აწარმოე საქართველოში, მაგრამ ჯიტას ჩართულობით ეს არის დიჯიტალიზაციის პროგრამა, როდესაც მცირე და საშუალო ბიზნესს, რა თქმა უნდა, ეფექტურობის გასაზრდელად ბევრი რამე სჭირდება, ერთ-ერთი არის ის ინსტრუმენტი, რასაც ქვია გაციფრულება და აქ ჯიტას მონაწილეობა მათ შორის შეფასების, სკრინინგის და ვთქვათ, კონკრეტული გადაწყვეტილებების დანერგვაში ძალიან მნიშვნელოვანია. არ არის შემთხვევითი, რომ ქუთაისის ტექნოლოგიურ პარკში ჯიტას ტექნოპარკთან ერთად იქნება აწარმოე საქართველოს ეგრეთ წოდებული growth hub-ი, ეს არის კონკრეტული ფიზიკური სივრცეები, რომლის განვითარება ჩვენ დავიწყეთ უკვე მეორე წელია, მთელი საქართველოს მასშტაბით, გახსნილია ზუგდიდის growth hub-ი, გახსნილია ბათუმის growth hub-ი, წელს რამდენიმე იხსნება კიდე, მათ შორის ქუთაისში, სადაც ხდება ბიზნესის კომპეტენციების მიწოდება დაახლოებით იგივე ფორმით და შინაარსით იქნება ეს ტრენინგები, იქნება ეს ინდივიდუალური კონკრეტულ კომპანიის, კონკრეტულ გამოწვევაზე, ვთქვათ, მსჯელობა. აქ რა თქმა უნდა, სახელმწიფო არის უფრო დამაკავშირებელი და ჩვენ გვყავს მთელი ქვეყნის მასშტაბით კერძო სექტორის კონტრაქტორები, რომლებიც გაციფრულება იქნება თუ იურიდიული მომსახურება, თუ საბუღალტრო, თუ საფინანსო, თუ მარკეტინგული, თუ გაყიდვების, თუ ბრენდინგის, თუ შეფუთვის და ასე შემდეგ, ეს ერთად იყრის თავს. ამიტომ უფრო მეტი სინერგია იქნება კიდევ მომავალში ჯიტას მიმართულებებით და ასე ვთქვათ, ყველა იმ დანარჩენი ინსტრუმენტის, რომელსაც ახორციელებს და რომელსაც აწვდის კერძო სექტორს ეკონომიკის სამინისტრო ამ შემთხვევაში აწარმოე საქართველოს. ქუთაისს რაც შეეხება, მეც პრინციპში გადავაბავთ. აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები. ერთ-ერთი დიდი გამოწვევა ამ შენობის იყო გათბობა-გაგრილების სისტემა იმ თავითვე, როდესაც ის ფუნქციონირებდა როგორც პარლამენტი, ბევრ თქვენგანს ალბათ ემახსოვრება კიდევაც. დროთა განმავლობაში ეს სისტემაც საკმაოდ ასე ვთქვათ დაზიანებული იყო დროთა განმავლობაში, ვთქვათ, რაც
დაკავშირებული იყო მის ასე ვთქვათ ჩვეულებრივ ცვეთასთან და ასე შემდეგ. მიმდინარეობს პროცესი რეაბილიტაციის, რომელიც გულისხმობს იმას, რომ ბევრად უკეთესი ასე ვთქვათ კლიმატური პირობები იყოს, სისტემა იყოს შექმნილი შიგნით. განსაკუთრებით ეს მნიშვნელოვანია იმ ნაწილში, როდესაც მუზეუმი ეწყობა ეგრეთ წოდებულ ფოეში შესასვლელიდან და იმ გარესივრცეში შიდა შენობებიდან გარეთ. ესე იგი ამ გუმბათს და შენობებს შორის და იქ შესაბამის ტემპერატურის და ჰაერის ცირკულაციის უზრუნველყოფა მნიშვნელოვანია, მათ შორის იმიტომ რომ ბავშვები იქნებიან, თუმცა სტანდარტი იქნება დაცული. ეს სამუშაოები მიდის, დასრულებულია არქიტექტურული და დიზაინის ნაწილი შიგნით, იმიტომ რომ სივრცეები იცვლება იქიდან გამომდინარე, რა საჭიროებიც ექნება უკვე ამ ცენტრს, მათ შორის იქნება ძალიან დიდი საკონფერენციო სივრცე, რომელიც არა მხოლოდ ამ ეკოსისტემას, არამედ ქუთაისისთვის და დასავლეთ საქართველოსთვის ერთ-ერთი დიდი საკონფერენციო სივრცე იქნება, რაც ზოგადად საჭიროებას წარმოადგენს ქვეყანაში. მოგეხსენებათ ვადებს, რაც შეეხება შემოდგომაზე არის ესე იგი გადაგანსაზღვრელი, რომ შემოდგომისთვის უნდა გავხსნათ ტექნოპარკი, ეს იქნება მუზეუმის ნაწილი, ეს იქნება ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორიის ნაწილი, ეს იქნება ჯიტას, ასე ვთქვათ, ყველა ლაბორატორია და ყველა მიმართულება, მათ შორის ტუმოს სკოლა დაიწყებს უკვე ფუნქციონირებას, ხელშეკრულება გავაფორმეთ შარშან, მიმდინარეობს გაქართულება იმ, ასე ვთქვათ, მთელი საგანმანათლებლო პროგრამების, რომელიც იქნება დანერგილი, მალე დაიწყება ტრენინგები უკვე ადგილობრივი მისი თანამშრომლების. კერძო კომპანიებს აქვს ძალიან დიდი დაინტერესება, სახელებისგან თავს შევიკავებდი, მაინც ეს მათთან შეუთანხმებლად რო არ გამოგვივიდეს, თუმცა როგორც ის 150-ზე მეტი საერთაშორისო გლობალური კომპანია დღეს საქართველოში მოვაწეობს უკვე და არა მარტო თბილისში, მინდა გითხრათ, არიან ბათუმში, არიან თელავშიც ნაწილობრივ, არიან ქუთაისშიც. ამიტომ დაინტერესება დიდია და ვფიქრობ, რომ ის ფართობი, რაც ჭყალებში რო ვთქვათ, რჩება კერძო სექტორისთვის, იმიტომ რომ ავთომ ახსენა საკპატენტის ძალიან მნიშვნელოვანი სატრენინგო საერთაშორისო ცენტრი იქნება ასევე მეოთხე სართულზე. ის სივრცეები, რაც დარჩება, ვფიქრობთ, რომ ძალიან მაღალი მოთხოვნით იქნება კერძო სექტორისგან და აქ არ არის საუბარი მარტო ვთქვათ რაღაც სივრცის დაკავებაზე, არამედ ყველგან მთელ სოფლიოში, სადაც დავდივართ და ვეცნობით ანალოგიურ ეკოსისტემებს, ძალიან მაღალია სინერგია კერძო სექტორს და ესეთ ინსტიტუციებს შორის, სადაც დადიან სტუდენტები, სადაც დადიან სკოლის მოსწავლეები, ძალიან ბევრი კომპანია, როდესაც ფიზიკური სიახლოვეა, ახორციელებს ისეთ პროგრამებს, როდესაც აი ამ დიდი კომპანიების მნიშვნელოვან პროექტებში ჩართულები ყავთ გარკვეული ფორმით, თუნდაც სკოლის მოსწავლეები, ეს რეალურია და ეს მუშაობს შესაბამისი კვალიფიკაციის ახალგაზრდები იღებენ მონაწილეობას და პრაქტიკულ გამოცდილებას იღებენ უკვე არათუ თქვათ მხოლოდ მათი იდეების განხორციელებას და მეორეს მხრივ მათი იდეების განხორციელებაში მენტორების სახით გვევლინებიან ტოპ სპეციალისტები, რომლებიც თავიანთ დროს გამოყოფენ როგორც წესი იმისათვის, რომ თქვათ ესეთ ლაბორატორიებში იმუშაონ სტარტაპერებთან, ახალგაზრდებთან, სკოლის ბავშვებთან და ეს სინერგია ძალიან მნიშვნელოვანია, უფრო მეტად ვიდრე უბრალოდ რომ თქვათ იქ რომელი კომპანია იჯდება. ამიტომ შერჩევაც თუ შეიძლება ასე დავარქვათ, იქნება იმ ზაობიდან გამომდინარე, რამდენ დროს და რესურს ესეთი კომპანიები დაუთმობენ მთლიანად ამ ეკოსისტემაში, მათ ინტეგრაციას, რომ ეს არ იყოს უბრალოდ კომფორტული სამუშაო სივრცე მათთვის. მადლობა. ბატონო მოგესალმებით, პირველ რიგში მადლობას გადაგიხდით ყველა თქვენთაგანს, ბატონ ირაკლის, ბატონ ავთოს, ახალგაზრდას ბევრი წარმატებები დავსურვა, მართლა საოცრად მნიშვნელოვან საქმეს აკეთებ და ბედნიერი ვარ, რომ ჩვენს შვილებს მომავალთაობას კიდევ უფრო მეტი სიახლეები ელოდება მომავალში და მნიშვნელოვანია, რომ სოფლიოს აი ამ განვითარებას ფეხდაფეხ მიყვება ჩვენი ქვეყანა და მადლობა იმისათვის, რასაც აკეთებთ. ერთი შეკითხვა ვიდოდა ბატონ მამუკასთან, თქვენ პრესკულის ასაკიც ახსენეთ და რა თქმა უნდა ალბათ კომიტეტიც ჩაერთვება, ჩვენ გვინდა რომ ასე თქვა დედაქალაქის ბაღების მართვის ააგენტო, სხვა ქალაქებში სადაც თქვენ ჩათვლით საჭიროა დაგეხმაროთ ასე თქვა კომუნიკაციაში. ჩვენ ქალაქში რამოდენიმე ბაღი ავაშენეთ, მათ შორის იქ დანის რაიონში, რომელსაც მე წარმოვადგენ, სადაც ასეთივე სისტემა, შუქნიშნები, ზებრები მოვაწყვეთ იმისაც, რომ ბავშვებმა ასე თქვა და ეს უსაფრთხო გარემო ბაღის ასაკიდან დაიწყოს და ზოგადად
უსაფრთხო სკოლა ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა და განათლების სამინისტროსთან ერთად ჩვენი კომიტეტი მუშაობს ზოგადად ამ კონცეფციაზე. ამიტომ ყველა თქვენი რაც შესაძლებელია აბას აქთან გათვლილი იყოს, მაგრამ აი განსაკუთრებით ჭკვიანი ქალაქი, გადაადგილებები, ზებრები, შუქრიშნები იქნება გდანში ან 101 ან 102 იმ ბაღებს, სადაც ასეთი მოწყობა, ასე ვთქვათ, ისედაც აქვთ ეზოსი და სადაც გვაქვს ტექნოლოგიები და საშუალებები, ყველა ბაღში სამწუხაროდ ამის საშუალება არ არის საცდელად რამოდენიმე საინფორმაციო შეხვედრა თუ ასეთი ხალისიანი დაგვეგუნდა რა თქმა უნდა სააგენტოსთან ერთად და გარკვეული თქვენი ცოდნა და გამოცდილება ეცადოთ რომ უკვე ეს ბაღის ასაკიდანვე ასე ვთქვათ ჩავთვალოთ ჩვენი მოსწავლეები რაც შეეხება სკოლებთან თანამშრომლობა აქტიური გაქვთ და ახაც თუ განათლების კომიტეტის ჩართულობა რა საჭირო იქნება ბუნებრივია ჩვენ წათვალთ მადლობა ხო რა თქმა უნდა აქ ბევრი კითხვა დაისვა იმასთან მიმართებაში თუ ვთქვათ როგორ შეიძლება დავაინტერესოთ ბავშვები აღენიშნა ისიც რომ მნიშვნელოვანია ბავშვები ამ მცირე ასაკიდან იყვნენ ჩართულები მსგავსი ტიპის ინოვაციური მიდგომით სწავლებაში ჩვენ მზადვართ ანუ გვაქვს ძალიან ბევრი პროდუქტი და მოსაზრებაც ანუ ბევრი პროდუქტი უკვე შექმნილი გვაქვს ასევე გვაქვს მოსაზრება როგორ შეიძლება გავაკეთოთ ჩავთვალოთ ეს ყველაფერი საბავშვო ბაღებში, მათ შორის სახელმწიფო ბაღებში და შეგვეძლია სიამოვნებით ჩავერთვებით ამ პროცესშიც. მადლობა, შეკითხვები. მაშინ ერთ შეკითხვას მეც დავსვავ. თქვენ ახსენეთ ტექნობანაკების თაობაზე, რომელიც არის არა მხოლოდ სტუდენტებისთვის, ასევე სკოლის მოსწავლეებისთვის არის. როგორ ხდება ამ ბანაკებში მოსწავლეების შერჩევა და როგორ ხდება კომუნიკაცია მათთან, იმიტომ რომ ჩვენც მაქსიმალურად დაინტერესებული ვიქნებით, რომ გაიზარდოს ახალგაზრდების მონაწილეობა. ხა მაგალითისთვის შემიძლია გარკვეული პარალელი გავავლო სიტყვაზე ჯარის ბანაკთან, რომელიც ძალიან პოპულარული გახდა და წლიდან წლამდე უფრო მეტი მოთხოვნა არის და არის ერთგვარი უკმაყოფილება ახალგაზრდებში, რომ ერთი კვირა ცოტა არის ამ ჯარის ბანაკის იმდენად მოსწონთ და ესაც პატრიოტული სულისკვეთების და ჩვენი ქვეყნის თავდაცვის ძალების მიმართ ინფორმირებულობის გაზრდას ემსახურება, რაც რა თქმა უნდა თავდაცვის ძალების პოპულარიზაციასაც მნიშვნელოვანი არის ახალგაზრდებს შორის და პლუს ამას ის რომ პატრიოტული სულისკვეთება ჩვენ განსაკუთრებით სასკოლო მიმართულებით ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებში რომელიც ჩარშა პარლამენტმა დაამტკიცა სამინისტროს მომზადებული დოკუმენტი ეს ყველაფერი ესე ვთქვათ ამ კონტექსტში ჯდება. ამიტომ ბანაკების როლი ვფიქრობ რომ ძალიან მნიშვნელოვანია. პირველ რიგში ალბათ მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ამან სტიმული უნდა მისცეს შემდგომში ამ ახალგაზრდების კიდევ უფრო მეტ ჩართულობაზე ტექნოპარკებში იქნება ეს სხვადასხვა IT პროგრამებში თუ აი ამ სტარტაპების ესე ვთქვათ კონტექსტში და იქნება უფრო მეტი ინფორმაცია მოგვაწოდოთ ამასთან დაკავშირებით. პირველ რიგში აბსოლუტურად გეთანხმებით ბანაკების მნიშვნელობაში და მე როგორც მაგალითად ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელმა შემიძლია თამამად თქვა რომ ეს ერთ-ერთი ჩემთვის პირადადაც უსაყვარლესი და უმნიშვნელოვანესი პროექტია, რომლის შედეგები მეორე დღესვე რა თქმა უნდა არ ჩანს, მაგრამ გრძელ ვადაში არის ფუნდამენტური მნიშვნელობის, იმიტომ რომ ჩვენ ვუყურებთ სკოლებიდან ბავშვები როგორ მოდიან და ამ ერთი კვირის მერე როგორ ბრუნდებიან უკან, რამხელა ტრანსფორმაციას განიცდიან ერთი კვირის განმავლობაში. ჩვენ ამ პროექტებს ვატარებთ 2018 წლიდან ბანაკების თემას და წლების განმავლობაში შეგვიძლია ეს დავინახოთ თუ როგორი ტენდენციებია, ჩაგვიტარებია ყველა დიდ ქალაქში კახეთში ჩაგვიტარებია, ბათუმში ჩაგვიტარებია, ბოლოს ხუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა გვიმასვინძლა თავისი კამპუსით და ასე შემდეგ, რომ ჩაგვეტარებინა ბანაკები. მაგალითად ბათუმზე გეტყვით, ორჯერ ჩავატარეთ ბათუმში და ძალიან დატვირთული გრაფიკი, ესე იგი ერთი კვირის განმავლობაში სწავლობენ პროგრამირებას, ინჟინერიას, არქიტექტურას, ფიზიკას, კონკრეტული მაგალითები და ხიდებს აშენებენ და ასე შემდეგ. ანუ ეს არ არის რაღაც თეორიული ცოდნა, თვითონ ქმნიან კონკრეტულ პროდუქტებს და ყოველ დღე არის ოპცია, ანუ არჩევანი რომ აირჩიონ რა მაგალითად თავისუფალი აქტივობა კონდეს.
ბათუმში ყავდა ზაფხულში 100 ადამიანი არც ერთ ბავშვს არ გამოუთქვეს სრული ზღვაზე გაგვიყვანეო. ყველა დარჩა კიდევ პროგრამირების თემა კიდევ ანუ იმდენად საინტერესო სიახლე და მნიშვნელოვანი არის მათთვის და მათი მომავალი განვითარებისთვის. რაც შეეხება ინფორმაციის მიწოდებას, ჩვენ აქაც განსაკუთრებულად თანამშრომლობთ რესურს ცენტრებთან, რომ მაქსიმალურად ყველა სკოლას გაუზიაროს. ჩვენ Facebook გვერდზევდებთ, ჩვენს ვებ გვერდზევდებთ ამ ინფორმაციას, რომ ეხლა ხდება კონკურსი. სამწუხაროდ შერჩევის ბევრი კრიტერიუმები შეუძლებელია არსებობდეს, ამიტომ мотиваციას ვეკითხებით და იქაც კიდევ გეუბნებით რომ ძალიან რთული ასარჩევია იმდენად ყველას უნდა ის უბრალოდ მიმართულებები მიდრეკილება ზუსტად საბუნებისმეტყველო სკოლის მეცნიერებისადმი როგორი აქვს თუ უფრო ჰუმანიტარული დარგები აინტერესებს ბევრ რაღაცა მანიშნებელს უყურებთ თუმცა ამას აქში ახლა მაგათად სამსახურში როდესაც თანამშრომელი აკყავს უყურებ გამოცდილებას ასე შემდეგ სხვადასხვა იმას სამწუხაროდ სკოლის მოსწავლეებში ესეთი რაღაცა შეუძლებელია ამიტომ ჩვენც ვფიქრობთ რომ უფრო მეტი დაფინანსების მობილიზება უზრუნველყოთ რომ წელიწადში 100 სკოლის მოსწავლე კი არა 300 ან 400 ან 500 უზრუნველყოთ მაგრამ ერთდროულად 100 არის საკმარისი, იმიტომ რომ მათ შორის გუნდურ მუშაობას სწავლობენ, ერთმანეთსაც იცნობენ და ძალიან ბევრი საინტერესო მომავალი პარტნიორობა ყალიბდება მათ შორის სტარტაპ პროექტებში შეიძლება გადათარგმნონ და სხვა მიმართულებითაც ამიტომ ასაკობრივი ზღვარი არის საბოლოო არის მე-12 კლასი, ანუ ეს არის მე-9 კლასიდან მე-12 კლასამდე მე-9 კლასელი ვერ შემოიტანს. ანუ ეს არის როდესაც უკვე პროფესიებს ირჩევენ დაახლოებით, ანუ ის სეგმენტის ადამიანები, რაც ასევე მნიშვნელოვანია გვაქვს სრული კვოტირება რეგიონებისადმი რომ მაგალითად 100-იან ბანაკში 20-ზე მეტი თბილისი შეუძლებელია მიუხედავად იმისა რომ თბილისიდან ძალიან ბევრი განაცხადს ვიღებთ რომ ყველა რეგიონის წარმომადგენელი იყოს იქ იმიტომ რომ სინერგია ეს მთელი საქართველოს ერთიანობის შემდეგ მათ შორის ტექნოლოგიურ ბანაკებში აისახოს და ამ მიმართულებით რაღაც თქონდა ჩვენ გავაგრძელებთ კიდევ ეხლა თქვენ რასაც ამბობთ ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ რომ ეს ჩდება იმ პოლიტიკის ჭრილში, რასაც სამინისტროსთან ერთად, ესე ვთქვათ, უძღვებით იმ კუთხით, რომ პროფესიული უნარების განვითარება სასკოლო ეტაპზევე შემოვიღოთ. წელს, ანუ წელს გულისხმობ ამ სასწავლო წელს, რომელიც სექტემბერში დაიწყო, უკვე 20 სკოლაში დაინერგა პილოტირება პროფესიული სწავლების და რამდენადაც ინფორმაცია გვაქვს ჩვენ სამინისტროს მხრიდან არის უდიდესი დაინტერესება და ჩართულობა ახალგაზრდების მხრიდან. ჩვენ ვაპირებთ რომ ადგილზე მოვინახულოთ რამდენიმე სკოლა და გავეცნოთ იქ არსებულ სიტუაციას, განსაკუთრებულ ყურადღებას ვამახვილებთ და ალბათ აი ამ სტარტაპებშიც ხა თქვენ ბრძანეთ სპეციალური მოწყობილობით ფუტკრის როგორი ხო დაავადების გამოვლენა რა ეს კიდევ უფრო საინტერესო არის იმიტომ რომ იმ მიმართულებებზე რაც საქართველოში მაგალითად მეფუტკრეობა ყოველთვის ერთ-ერთი ტრადიციული მიმართულება იყო და ამ კუთხით კიდევ ბევრი რაღაც არის აღსადგენი გასაკეთებელი ესეთი კონკრეტული პროექტი რა თქმა უნდა ამას პასუხობს ეს ერთი დანიშნულოვანი და ასევე ის მიმართულებები გამოჩნდა ახლა რაც ჩვენ გვაქვს ასახული დეფიციტური პროფესიების შესახებ კანონში. ამიტომ აქ სწორედ ეს კანონი იმიტომ არის მიღებული, რომ ჩვენ უნდა წავახალისოთ და მაქსიმალურად მეტი ინტერესი მოვიზიდოთ ახალგაზრდების სწორედ იმ პროფესიებში, რომლის საჭიროებაც დგას ქვეყნის წინაშეც არის მოთხოვნილება და უბრალოდ ამას სჭირდება ხელშეწყობა და სწორედ სტარტაპებმა შეიძლება ამის განვითარებას მნიშვნელოვანწილად შეუწყოს ხელი და როგორც ხედავთ ეს არ და ვერ იფარგლება საქართველოს საჭიროებებით ცდება მის საზღვრებს გარეთ და ჩვენ დღეს რა მაგალითებიც მოვისმინეთ მხოლოდ და მხოლოდ სასიხარულოა და მართლაც გვიხარია რომ ეს პროცესი ესე კარგად აქტიურად მიდის და რეალურად ის ინვესტიცია რომელსაც სახელმწიფო მთავრობა ახორციელებს აბსოლუტურად გაამართლა კი არა და ძალიან დიდ ასე ვთქვათ შედეგებზე ვართ გასული. ამიტომ ეს მე რაც და ანუ ეს აი ამ ბანაკების ჭრილშიც და იგივე სტარტაპების ჭრილშიც ზუსტად პასუხობს იმ საჭიროებებს რომელიც პლუს ამას ახლა თქვენ წარმოადგენთ იმ სამინისტროს რომელმაც დეტალებში იცის ეკონომიკური განვითარების კუთხით
რა პროცესები მიმდინარეობს ქვეყანაში, და ვხედავთ, რომ ორნიშნა ციფრებზე ვართ გასული. შესაბამისად, ამ ციფრების შენარჩუნება და კიდევ უფრო გაზრდა შესაძლებელი იქნება, თუ კი ჩვენი მოქალაქეების პროფესიული უნარები იქნება შესაბამისი და არ იქნება საჭიროება, რომ საიდანღაც შემოვიყვანოთ კადრები, არამედ ადგილზე დასაქმებულ ადამიანებს ჰქონდეთ რაც შეიძლება მაღალი ანაზღაურება და თუნდაც ის 4000 სამუშაო ადგილი, რომელიც თქვენ ახსენეთ და ის სახელფასო მოცემულობა, რომელიც საშუალოდ აჭარბებს, არ ვიცი, ნებისმიერი საჯარო სამსახურის მაღალ ჩინოსნის, გნებავთ პარლამენტის წევრის თუ მთავრობის წევრის ხელფასებს რამდენჯერმე, ეს მხოლოდ მისასალმებელია. ამეთი ადამიანი ხედავს, რომ მისი ცოდნით, მისი შესაძლებლობით შესაძლებელი არის, რომ ძალიან მაღალი ანაზღაურება ჰქონდეს საქართველოში, საქართველოდან წაუსვლელად და რაც თავარი ახალგაზრდები ხა წეგან ბატონმა ირაკლიმ ერთი კარგი კითხვა დასვა, რომ 17 წლის ასაკში ამდენი რაღაცის მოსწრება როგორ იყო შესაძლებელი. ზუსტად ესეთი მაგალითები გვჭირდება ჩვენ ახალგაზრდებთან ამ ადამიანების კონტაქტი მხოლოდ წახალისებული უნდა იყოს, იმიტომ რომ ჩვენ რაც არ უნდა უთხრათ, იმის მეათედი ვერ იქნება ისე ახმული, როდესაც დაახლოებით თავის თანატოლებს ხედავენ და მათგან ესმით ამ წარმატებას როგორ მიაღწიეს. ამიტომ ჩემი თხოვნა იქნება, რომ ახალგაზრდებთან თუ გექნებათ გარკვეული პერიოდული შეხვედრები, აუცილებლად ეს ადამიანები, ვიცი რომ ცოტა დროიდან მოწყვეტა არის, მაგრამ საჭირო არის, რომ უფრო მეტი ინტერესი შევიტანოთ ახალგაზრდებში და უფრო მეტი ჩართულობა უზრუნველყოთ. რაც შეეხება იმას, რაც ქუთაისში იგეგმება, მე საბედნიეროდ პრეზენტაციაზე ვიყავი, ვესწრებოდი და მიხარია, რომ ასეთ პატარა პერიოდში, ფაქტიურად 1 წლის პერიოდში ეს ყველაფერი უკვე იმ გეგმით დაიწყებს ფუნქციონირებას, რაზეც იყო საუბარი. აქ კიდევ ერთხელ ეს მიუთითებს თავრობის პრიორიტეტს ამ მიმართულებასთან მიმართებაში და ინვესტირებას ამ ყველაფერში და რაც მთავარია, ის შენობა, რომელშიც უამრავი თანხა არის ჩადებული და უფუნქციოდ იყო დატოვებული, თავის ძალიან დიდ სიცოცხლეს შეიძენს და კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ეს აქტივობები უშუალოდ მომავალი თაობის განვითარებასთან იქნება დაკავშირებული და ძალიან მივესალმებით ამას და ველოდებით, როდის იქნება გახსნა და სიამოვნებით დავესწრებით გახსნასაც. დამსწრე საზოგადოებას ხო არ სურს რაიმე შეკითხვის დასმა? როგორც ჩანს არა. მინდა კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ ჩვენი ინიციატივის გაზიარებისთვის და კიდევ უფრო მეტი მადლობა გადაგიხადოთ იმ საქმისთვის, რომელსაც თქვენ ახორციელებთ და რეალურად საქმეზე მეტყველებს შედეგები. შედეგები თვალსაჩინოა, შედეგები ცალსახად პოზიტიურია. ჩვენ აქ ხედავთ მხოლოდ რამდენიმე ადამიანს, რომელმაც შექმნა უკვე ძალიან პოზიტიური ისტორია ამ ყველაფრიდან და ჩვენ ვიცით, რომ არა თუ ათეულობით, არამედ ასეულობით არიან ადამიანები, რომლებმაც ამ პროგრამით ისარგებლეს და საკუთარი თავისთვისაც და ქვეყნისთვისაც ძალიან სასარგებლო საქმეს აკეთებენ. ამიტომ ყველას მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ და წარმატებები გისურვოთ. ჩვენ ცნობად ვიღებთ იმ ანგარიშს, რომელიც წარმოდგენილი იქნა სააგენტოს მიერ და შეგვიძლია გაგიზიაროთ, რომ ჩვენ არა მარტო მადლიერი ვართ ამ საქმიანობის, არამედ გქონდეთ ჩვენი იმედი, თუ კი რაიმეში ვართ საჭირო იგივე საკანონმდებლო ცვლილებები იქნება, თუ რაიმე კონკრეტული აქტივობები განსახორციელებელი, ჩვენი ჩართულობა და მონაწილეობა და მხარდაჭერა იქნება მაქსიმალური. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ და თქვენის ნებართვით კომიტეტის ხდომას დახურულად ვაცხად. მადლობა.